საღამო მშვიდობის, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. 14 დღიანი პატიმრობა Facebook პოსტის გამო. არც არავის დაგმობას ვაპირებ, რადგან უკვე იმდენჯერ და იმდენნაირად დაუგმეთ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა ძალისმიერი მეთოდებით, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი და არც შეცხადებას ვაპირებ ჟურნალისტის დაპატიმრების გამო, რადგან ვახო სანაიას გააზრებული ჰქონდა, რაზე მიდიოდა და ვერც 14 დღიანი პატიმრობა გადააფიქრებინებს სიტყვა კრიტიკის იარაღად გამოიყენოს მომავალშიც. მე უბრალოდ ერთი შეკითხვა მაქვს, შესაძლოა რიტორიკული, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი. მაინტერესებს აქამდე როგორ მივედით, როცა ადამიანებს Facebook პოსტების გამო იჭერენ და აჯარიმებენ. კერძო თუ საჯარო სივრცეში ყველა ადამიანი საკუთარი თვითშეგნების კარნახით იქცევა და ამის კონტროლი, მით უფრო ამაზე რაღაცა სამართლებრივ რეაგირება და მკაცრი ზომების მიღება, რაღაც ადრეული შუა საუკუნეების მართვის სტილს გავს, ვასალი ბატონს სიტყვას რომ ვერ შეჰბედავდა და თუ მაინც გაკადნიერდებოდა, თავსაც მოკვეთდნენ. ასე თუ გავაგრძელებთ, სულ არ გამიკვირდება, აქამდეც მივიდეთ. ბავშვობაში ჩემთვის ვინმეს რომ უსადენო ტელეფონისა და ინტერნეტ ტექნოლოგიების შესახებ მოეყოლა ფანტაზიის ნაწილად ჩავთვლიდი, ასე იქნებოდა 2-3 წლის წინ რომ ეთქვათ, საქართველოში კანონი გვექნება, რომლის გამოყენებითაც ადამიანებს Facebook პოსტის გამო დაიჭერენო. პირადად მე არასდროს მიპასუხია შეურაცხყოფით ჩემს მიმართ საჯაროდ გამოთქმულ, ზღვარგადასულ ბილწ სიტყვაობასა და უკიდურესად ღირსების შემლახავ პოსტებსა თუ კომენტარებზე. დღემდე არის ეს პოსტები და კომენტარები, მე ყოველ შემთხვევაში არ წამიშლია და ნებისმიერ შეუძლია ნახოს. რომლის უკანაც ავტორი იშვიათად იკითხება, უფრო ხშირად კი ეგრეთ წოდებული ტროლბოტების ხელწერაა. პოლიტიკური გემოვნებისა და დავალების მიუხედავად ამ უკიდურესად იაფასიანი ფორმით აზრის გამოხატვა, რა თქმა უნდა, არავისგან მომწონს, მაგრამ დავუტოვოთ ადამიანებს ელემენტარული აზრის გამოხატვისა და თქმის უფლება, ამისთვის დაჭერა და პენსიონერისთვის 2000 ლარიანი ჯარიმის დაკისრება უბრალოდ სიბელურია, ოღონდ თანამედროვე ფორმებით შეფუთული. რა თქმა უნდა, ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში ჩვენ სტუმრებთან ერთად, თუმცა ვიდრე გადავალ გადაცემის თემებზე, დღევანდელი ჩემი მთავარი სათქმელი სულ სხვა რამ არის. ჩვენ ბევრჯერ დაგვიმტკიცები ადამიანებს, რომ ერთად დგომით შეგვიძლია შევძლოთ შეუძლებელი. იშვიათად მომიმართავს თქვენთვის რაიმე თხოვნით. ახლა მინდა რომ გთხოვოთ, დავდგეთ ერთად ერთი არაჩვეულებრივი პროფესიონალის და უკეთილშობილესი ადამიანის გადასარჩენად. ჩვენი კოლეგა, ჩემი დიდი ხნის კოლეგა, მეგობარი ნათია დოლიძე, ამბები ჯის მთავარი რედაქტორი, რომელსაც თუ პირადად არ იცნობთ ამ საიტის საშუალებით, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ამ საიტზე მკითხველების და ყოველდღიურად შემოსვლელების რაოდენობას, ალბათ ბევრ ამბავს ეცნობით ხოლმე. ნათია, სჭირდება ჩვენი თანადგომა. ერთად უნდა დავდგეთ და მე რაც ყველაზე მეტად მახარებს, ის ძალიან ასე ვთქვათ, საბრძოლოდ არის განწყობილი, რომ ეს სენი დაამარცხოს, ამიტომ ჩვენ სხვაგვარად ვერ მოვიქცევით მის გვერდში ერთად დგომით, არ ვიცი, თანადგომით, ერთმანეთის დახმარებით, ზუსტად ვიცი, რომ შეუძლებელს შევძლებთ. ნათია დოლიძეს უნდა დავეხმაროთ ყველა ერთად და თქვენ ახლა ხედავთ ბანკის ანგარიშის ნომრებს ჩვენს ეკრანზე. ნებისმიერი მცირედ გაღებულიც კი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და წინასწარ ყველას ძალიან დიდი მადლობა. ეხლა მივესალმები ანა დოლიძეს, პარტია ხალხისთვის ლიდერს. ანა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. დავიწყებ ვახო სანაიას ამბით, რა ვიცი, 14 დღიანი
პატიმრობა აზრის გამოხატვის. ნუ რა თქმა უნდა, იქ მოვისმინეთ პროკურორის განმარტება, რომ მანამდე მას დაკისრებული ქონდა 6,000 ლარიანი ჯარიმა, მანამდე გაფრთხილებულიც იყო, სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ფორმალური სახე რომ არ ქონოდა საგამოძიებო უწყებების ქმედებებს, ამიტომ საჭირო გახდა, მოკლედ აი ამ უკიდურეს ზომამდე მისვლა და თქვენც კითხავთ, როგორ მოახერხეთ, რომ მართლა აი ეს მოცემულობა გვაქვს დღეს. ნამდვილად, მოგესალმებით. პირველ რიგში ნათია დოლიძესთან ჩემ მოგვარესაც შეეხება სულ ხნეობას. აი, კარგი დამთხოვა ზუსტად. ჩვენთან ძალიან ბევრი ვართ და აი თითოეულმა დოლიძემ 1000 ლარი რომ ჩარიცხოს, ძალიან ბევრი ვართ, ნუ 10,000-ობით ვართ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვარი ვართ საქართველოში. 1000 ლარი რომ ჩარიცხოს, მას ადვილად უშველით, ამიტომ ანა დოლიძეების მობილიზებას ახდენს ნათია დოლიძესთვის. ძალიან დიდი მადლობა. აი, ეს დაემთხვა უბრალოდ. ხო, დარწმუნებული ვარ, ადვილად გავად ფონს. ვახო, სანაიეს რაც შეეხება ჩემი სრული მხარდაჭერა მას და მადლობა ამ გამბედაობისთვის. ხელისუფლებას ძალიან ეშლება, ერთი რაღაც ეშლება, იმიტომ რომ რეალურად უმეცარ ბიჭებთან გვაქვს საქმე. თან, აი ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, აი ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს იღებენ ადამიანები, რომელთაც ელემენტარულად საქართველოს ისტორია ძველი თუ ახალიც არ იციან. ხა მე გავიხსენებ ჩვენი თაობის ადამიანებმა იციან, რომ ვახო სანაია მოდის ისეთი ოჯახიდან, სადაც ადამიანები დაღუპულან სიმართლისთვის. ეს არ არის ჩვეულებრივი, ეხა ხო შეიძლება აი ბევრი ადამიანია, ზოგი წავა ამაზე, ზოგი არ წავა. ეს არ არის ჩვეულებრივი ოჯახი, ვახო სანაია. ანუ გიორგი სანაიას ძმა არის, ვახო სანაია. ხო, ანუ ეს უნდა გავიხსენოთ, რომ ეს კაცი, ეს გიორგი სანაია იყო ჩემი ბავშვობის გმირი. ის სიმართლისთვის მოკლეს, ხო? და ანუ ეს არის ადამიანები, ეს არის ოჯახი, ეს არის გვარი, ცოტა სხვანაირი ერთგულება აქვს სიმართლეს თან მას. და ეს ვიღაცებმა ზევით უნდა გაითვალისწინონ, რომ გარდა იმისა, რომ ხა პოლიტიკურად ეს ყველაფერი კვალიფიცირდება, ეს არის დიქტატურა. აქ არაფერი ფლირტი, უკვერო, რბილი ავტორიტარიზმი, ჰიბრიდული. რაზი აქვს გათვლა ქართულ ოცნებას? ანუ ასეთი მკაცრი, ხისტი, ბრუტალური გადაწყვეტილებებით ფიქრობს, რომ მართლაც ადამიანებს შეუზღუდავს აზრის გამოხატვის აი ამ ფორმებს, რა ფორმი, იმიტომ რომ რეალურად აი ეს ბოლო პოსტი სანაიასი ხო იყო სარკაზმი. კი ბატონო, ამას ყველა მიხვდით და როგორც ჩანს, ბუნებრივია მიხვდა ქართული ოცნებაც, მაგრამ აი რა შედეგის მიღებას ელოდებიან თუნდაც 14 დღის შემდეგ, როდესაც ეს პატიმრობის ვადა ამოიწურება. ცით რა, ეგენი უყურებენ ახლა აი რეალურად ხელოვნური ინტელექტის დონეზე, სავარაუდოდ, რომ ხედავენ, რომ სადღაც ჩინეთში მაგალითად ან სხვაგან რა ზომები არის მიღებული, რომ გაჩერდეს უკმაყოფილება, ხო? და აი ამ დონეზეა საუბარი. ოღონდ, აი მე გავიხსენებ ისეთ მნიშვნელოვანი ისტორიულ ფაქტს, მე-20 საუკუნის ბოლოს იყო ყასაბის წინააღმდეგ აჯანყება თბილისში. რომელზეც რუსეთის ფედერაციის პირველი პრემიერი, რომელიც საქართველოში გაიზარდა, სერგეი ვიტე წერს, რომ ქართველები ისე განრისხდნენ, რომ რუსული პოლკი ახლოც ვერ მივიდა. ისეთი აჯანყება იყო იქ, განრისხების საფუძველზე. რისი თქმა მინდა? ეს არის ასეთი კავკასიური ერი ვართ ჩვენ. შეიძლება ზედაპირულად აქ რაღაცა გააჩერონ, როცა მშვიდად აზროვნებ, რომ აი რაღაცა მოდი ახლა არ დავპოსტავ. აი ამის იმედი აქვს ამათ. მაგრამ სინამდვილეში ეს მე ხო არა ვარ, ეს არის ისტორიული ფაქტი, რომ საბოლოო ჯამში ეს ბრაზი საოცარი ბრაზი, ამ ხალხს ყველას ოჯახი ყავს. ყველას ოჯახი ყავს, ყველას შვილები ყავს. მე გაგახსენებთ, ახლა მე თვითონ გავიდაზარდე პოლიტპატიმრის ოჯახში. მამაჩემი არაერთხელ იყო დაჭერილი, ნაწამები იყო, სახლიდან მოტაცებული იყო, იმიტომ რომ იყო ზვიადის მომხრე, განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრი. და მე რაც მოხდა, ხო, როგორ ზვიადისტებმა მოკიდეს ხელი, მხარი დაუჭირეს სააკაშვილს, იმიტომ რომ სააკაშვილი უზრუნველყოფდა მაქსიმალურ რევანშს შევარდნაძის წინააღმდეგ.
ესე სახელმწიფოს მართვასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის ნახეთ ჩვენი სახელმწიფო დღეს, აი იმის მაგივრად რომ სიმსივნის მკურნალობაში მიდიოდეს ეს ფული 50 მილიონი ლარი მიდის ახალი მანქანების შესყიდვაში ჩინოვნიკებისთვის. ქალბატონო ემა, ერთი ადამიანის პრობლემა არ არის სიმსივნე დღეს საქართველოში. ის რომ სიმსივნის სტატისტიკა ჯერ ესეთა ქალთა სიმსივნეები იზრდება ოფიციალური სტატისტიკით და იმის მაგივრად რომ კვლევა და კურნალობაში ამაში ჩადოს სახელმწიფოს ფული, აქეთ რასაკეთებენ და უკვე მილიონრებისთვის მეტ მანქანებს ყიდულობენ. ეს ხო სახელმწიფოსთან არ არის კავშირში. კი ბატონო, თუმცა აი როგორია ქართული ოცნების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ანუ ეგრეთ წოდებული ცენზურის პოლიციასთან მიმართებაში ისინი ამბობენ, რომ აი შეურაცხმყოფა ბილწ სიტყვაობა საჯაროდ ეს არ არის აზრის გამოხატვის თავისუფლება და ამისთვის ყველა უნდა ისჯებოდეს და შესაბამისად აი ასე კონკრეტული პრეცედენტებით ჩვენ შევძლებთ რომ დავამარცხოთ ბულინგი, დავამარცხოთ სიძულვილის ენა და შესაბამისად ეს პოლარიზაციაც რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე გასისხლ ხორცებულია და გამჯდარია ნელ-ნელა შევარბილოთ. ცირა იქიდან დავიწყოთ თქვენ კითხვა დასვით თქვენს მონოლოგში როგორ მოვედით აქამდე როგორ და ძალიან მიგდებს ამის ბრძოლა ფრონტის ხაზი გადამწყვეტი ბრძოლა აქ იყო 2017-18-19 წლებში როდესაც ბიძინა იმანიშვილმა დანიშნა ყველა მოსამართლე სასამართლოში მაშინ საზოგადოებამ მის უმეტესმა ნაწილმა თუ არ ჩათვლით პატარა წრეს არ ჩათვალა მნიშვნელოვნად სასამართლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა. მიტინგებსაც ვაწყობდით დემონსტრაციებს და იქ მივდიოდით 35 ადამიანი, 200 ადამიანი. მაშინ ეს აი იქიდან მოხდა ამის გაკეთება, რომ დღეს კანონი არ არსებობს, სამართალი არ არსებობს და რასაც იტყვის ბიძინა იმანიშვილი, ის იქნება კანონი. ამაშია აი მთავარი პრობლემა, რომ ჩვენ არაფერი რაც არის დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნახეთ რაც ადეს ამათ. მიიღეს ჯერ კანონმდებლობა, რომ ადამიანს დაზარალებულს შეეძლო ეჩიულა, თუ თქვენ მოგაყენეს შეურაცხყოფა, შეგეძლოთ გეჩიულათ 100 დღის განმავლობაში და ამან არ იმუშავა. იმიტომ რომ მაგათ გაზულუქებულ და ასევე წერა-კითხვის უცოდინე რა დეპუტატებს ისიც არ უნდათ, რომ მათგან და სასამართლოში იჩილოს. 1-2 შემთხვევა იყო მარტო. ამიტომ გადაწყვეტეს შემოიღონ, ანუ მე თქვენ კითხვას პასუხობ, რომ ეს მეთოდი არის ცივილიზებული სახელმწიფოების მეთოდი. მოგაყენეს შეურაცხყოფა, ზიანი მოგადგა, მე არ ყოფილვარ ამის ხვერპლი. შენ თვითონ უნდა მიმართო შესაბამის გამოძიებას. კი, მე ზუსტად ისევე როგორც თქვენ აქეთ გავაკრიტიკებ, ესენი მესხმიან თავს, სააკაშვილს გავაკრიტიკებ, ისინი მესხმიან თავს ერთნაირად, ზუსტად ერთნაირად. პირველი მე უნდა ვიყო მომხრე, ვამბობდი რომ გააჩერეთ ეს ბულინგი. მაგრამ სამართლებრივი მეთოდები დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ასეთი. მოგადგა შეურაცხყოფა და მოგადგა ზიანი, ხო? რა თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერია, დაგაბრალეს რაღაცა უბედურება. მიდიხარ სასამართლოში, ჩივიხარ ამტკიცებ სიმართლეს. ეს გააკეთეს, მაგრამ ამ კანონის გამოყენებაც არ უნდათ, ამ ზარმაცებს. უნდათ რომ იქ ვიღაცა ჩინოვნიკი, ჩემი და თქვენი გადასახადებით დაფინანსებული, იჯდეს და აი ესე აჯარიმებდეს და დასდევდეს ხალხს. ხო, სამართალზე გამახსენდა სხვათა შორის ჩემთან ბოლო სტუმრობისას ახლა დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის ჯერ საქართველოს ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა ისაუბრა ინიციატივაზე ქართულ ოცნებასთან დიალოგის არ ვიცი რესურსზე თუ შესაძლებლობაზე თანაბარი სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების აი გარკვეული წესებით ჩატარებასთან დაკავშირებით და ჩვენ უნდა ვიფიქროთო ოპოზიციამ პოლარიზაციის დასრულებას და შესაბამისად მართლ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი არ იქნებოდა ურიგო. რას ფიქრობთ თქვენ? ანუ აი ასეთ ვითარებაში, როდესაც დღევანდელი მაგალითი გვაქვს 14 დღიანი პატიმრობა სიტყვისა და აზრის გამოხატვისთვის, ხომ? როდესაც არაერთი საქმე გვაქვს სახეზე, სადაც აშკარად ჩანს პოლიტიკური ანგარიშწორების ხელწერა და შორს არის რაღაცა სამართლებრივი, თანამედროვე სამართლებრივი სტანდარტებისგან, თორე ჩვენ გვაქვს უკვე კანონმდებლობა ისეთი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება შესაძლებელია გადაწყვეტილება
განსახილების შესაძლებელი, ასე ვთქვათ, კანონმდებლობა მოარგო. აი, რამდენად არსებობს, არ ვიცი, მსგავსი იდეის განხორციელების რესურსი ქართულ ოცნებასთან საუბარი რაღაცის გაუმჯობესებაზე, მით უფრო საარჩევნო გარემოსი. კი ბატონო, ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ ეს თემა შემოდის ხოლმე ხანდახან, ჯერ ამ საარჩევნო სეზონზე, აი ამ პოლიტიკურ სეზონზე თავიდან ლელომ დააყენა ეს იდეა და მაგას ძალიან ეს ქედმაღლურად გამოეხმაურა მმართველი პარტია, რამდენიმე თვის წინ იყო ეს დიალოგზე დავსტათო ინიციატივით გამოვიდა. ეს რეალურად მაგის გამეორებაა და მანამდე ვისურვებდი სანამ ვინმეს იდეაზე დავაკომენტარებ, უბრალოდ დავსვა კითხვა, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი, ვისაც გინდათ რომ კომენტარი გავაკეთო. ვის წარმოადგენს? მე გეკითხებით თქვენ, ვის წარმოადგენს? ანუ წარმოადგენს საკუთარ ამ ეტაპზე პოლიტიკურ ძალას. არა, ანუ ეხა ისეთი ის რომ როდესაც ვიღაც გამოდის. ეხა თქვენ თველოდებით პასუხად რომ წარმოადგენს არ თუ ბიძინა ივანიშვილს არ წარმოადგენს, არა, ჯერ წარმოადგენს მხოლოდ თავის თავს, ამის თქმა მინდა. ანუ როდესაც ჩვენ პოლიტიკურ დისკუსიაში უძვირეს დროს, აი რასაც ჩვენ ვართ, ხარჯავთ რაღაცაზე, იმის მაგივრად მაგალითად რომ მე ვისაუბრო ერთი წუთი უმწვავეს პრობლემაზე, რა პრობლემაზე დღეს არის ავარიები. არ მოვჩერდები, არ მაინტერესებს არავინ თვით მარქვია პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი, რომელიც ერთხმასაც არ წარმოადგენს, ერთხმას წარმოადგენს თავის თავს. ერთხმასაც არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი საეთერო დროის ხარჯვა, იმიტომ რომ დღეს ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ ერთადერთ რაღაცაზე. ეს არის ეს ტერორი და მეორე რეალური კონკრეტული პრობლემა არის ავარიები. დღეში ერთი კაცი კვდება საქართველოში, მეტი თუ არა. და ჩვენი ხელისუფლება, თვითმარქვია ხელისუფლება, აქაც არაფერს არ აკეთებს. ქოცსაც ეხება ეს, ოცნებასაც, შუაშისაც, ნაციონალსაც, ყველას ეხება ავარიების თემა და არც ერთი ზომა არ მიუღებს. ხომ იცით ეს თემაც ჩემთვის ძალიან უკიდურესად მტკივნეულია. ეხლა ამ თემის განხილვაში არ შევალ, გვისაუბრია ამ ეთერში და ალბათ გვექნება კიდევ შესაძლებლობა და აუცილებლად მოგიწვევთ ამ თემაზე სასაუბროთ. ანუ ვისაც არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტულად ვიქტორ ყიფიანი, ხო? ანუ განსახილველად ჯერ ერთი ეს თემა, ანუ სამართლიან პირობებში არჩევნების ჩატარების თემა საბოლოო ჯამში ხომ ემსახურება ხელისუფლების ცვლილების მიზანს, ხომ? და შესაბამისად ბევრი დღეს არსებული პრობლემა შეიძლება ამით გადაიჭრას და თანაც ეს იდეა შემოაქვს, ასე ვთქვათ, სამსჯელოდ, ხო? განსახილველ პოლიტიკურ მაგიდაზე დებს ამ თემას და არა რაღაცა, როგორ ვამბობთ, იმპერატიულად რაღაცა. ძალიან ბევრი საკითხია ესე განსახილველი. აი მე დღეს მომმართა გაერთიანება მოქალაქეების, რომლებიც დარდობენ თბილისის ზღვაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვინაიდან იქ აბსოლუტურად არის ჯერ ესეთი რაღაცა მივაღწიეთ იმას, იცურე მშვიდად კამპანია მე მქონდა, იხჩებოდნენ ბავშვები ყოველ წელს და ალეკო ცქიტიშვილთან მივაღწიეთ შედეგს, რომ ჩანჩქერი დავხურეთ. მაგრამ გარდა მაგისა, წყლის სკუტერები თბილისის ზღვაზე მოგიყვებით, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ბევრ მოქალაქეს ბევრი თემა აწუხებს და მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას აქვს ფული და ამიტომ და უკან ხმას არ უმაგრებს არც ერთი ხმა, ამის თქმა მინდა. მე მირჩევნია ვისაუბრო იმ ხალხის საკითხებზე, რომლებიც რეალურად ხედავ, რომ პრობლემაა. აი მაგალითად, შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ნახეთ, ვის აწუხებს ეს თემა. ეს აწუხებს იმ ფენას, რომელიც ქალაქიდან ზაფხულში ვერ გადის და სარგებლობს თბილისის ზღვით. წყლის სკუტერების ტერიტორია, სადაც ბავშვები და ოჯახები ისვენებენ, ამის პარალელურად ბინძურდება წყლის სკუტერების გამოყენებით, რომლებიც ყველანაირი რეგულირების ზედამხედველობის მაშველების გარეშე იქ დადიან და რეალურად ყოველწამიერად არის საფრთხე, რომ რომელიღაცა სკუტერი რომელიმე დამსვენებელს ბავშვს დაეჯახება. ზღვისპირეთში ამის სამწუხარო და არაერთი მაგალითი ქონია. ნამდვილად. ჩემთვის ნახეთ მე როგორც პარტია, რომელიც უსმენს საკუთარ რეალურ ნამდვილ ამომრჩეველს და 10,000-ობით ადამიანს წარმოადგენს რეალურად, მე ვალდებული ვარ, რომ მათი ინტერესები დავიცვა და ისინი მეუბნებიან, რომ ანა, აი ახლა დღეს ჩვენ ეს გვაინტერესებს. გთხოვ ამაზე, პეტიციაც მინდა ამას მოვაყოლო, მაგრამ ამის გარდა რამდენიმე თემა არის, უდიდესი თემა, ტურიზმს რაც შეეხება, ქალბატონო ემა. ეს არა მარტო ისაც თელავში მოხდა. ის რომ ჩვენ ნელ-ნელა კოლონიურ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდებით,
ერთხელ ვიღაცამ გასცა პასუხი, ხო, გასაგები აფექტურად თუ როგორ, მაგრამ რეალურად რაც დღეს ხდება, ეს ჩვენ ბევრ ქვეყანაში გვაქვს ნანახი. კი, არა, ტუროპერატორებმა აგერ ჩემთან ეთერშიც ისაუბრებს, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, გამოხატვის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგრამ ზოგადად არის შემთხვევები, როდესაც რუსი ტურისტები აი ძალიან გამომწვევად იქცევიან და რაღაცნაირად სწორედ ეს ბატონისა და ვასალის პოზიციიდან ესაუბრებიან ხოლმე ხშირად მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს. ყოფილა შემთხვევაში, როდესაც საკუთარი ადგილი მალევე მიუჩენიათ მათთვის და უბრალოდ მოუთხოვიათ, რომ დაეტოვებინათ ეს ტერიტორია, მაგრამ სამწუხაროდ ყოფილა შემთხვევები, რომელიც არც გახმაურებულა და შესაძლებელია, როგორც ვამბობთ ხოლმე, შერჩენიათ. აქ ის პრობლემაც არის, რომ როდესაც ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება, რომ ტურიზმი ჩვენ გვინდა ფულისთვის, ამ შემთხვევაში ამ ფულის უმეტესობა ამაზე თავიდანვე ვლაპარაკობდი. ისე არის მოწესრიგებული, რომ უკანვე გადის საქართველოში ეს ფული არ რჩება, არც ქართულ გიდებს, არ ქართულ კომპანიებს, არც ქართულ ვეტექიმებს, არც ქართულ ექიმებს. ჩვენ ხო ვიცით, რომ და ნახეთ, ტურიზმი კოლონიალიზმისგან ამით განსხვავდება. ტურიზმი რა არის? ჩამოდის ადამიანი, აქ სვამს, ჭამს, ფულს ტოვებს, მიდის. მაგრამ კოლონიალიზმი არის, რომ მე ჩემი სისტემები შენ სახელმწიფოში ისე გავაკეთე, რომ იაპონელი რომ ჩამოვიდეთ, დღეს მელაპარაკებოდა ტაქსის მძღოლი. იაპონელი ტურისტები ყავდა და ბინა მიაქირავა რუსმა მესაკუთრემ ბათუმიდან. ეს არის მიღებული, ანუ ლათინურ ამერიკაში და იქით კუნძულებზე მიღებული ფორმა კოლონიალური ურთიერთობის, რომელსაც ჩვენ უარი უნდა უთხრათ და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ სუვერენიტეტი რო გაიძახის ახლა ირაკლი კობახიძე. სად არის სუვერენიტეტი? სად არის აქ საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დაცვა? კი ბატონო, ანუ მე როგორც ეს თემა რომ ამოვწურო, ანუ მე როგორც ვხედავ თქვენ ისევ თქვენს ასე ვთქვათ, პირველ მოსაზრებაზე რჩებით და არ ვიცი, ეს ახლად დაფუძნებული ამ ახლად დაფუძნებული ოპოზიციური პარტიის უბრალოდ გულწრფელობაში ეჭვგეპარებათ? იცით რა არის? მე მაინტერესებს, რომ ქვეყანაში არ იყოს ბევრი ტროას ცხენი, ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც თავს მოგვეჩვენებენ, რომ თითქოს საქმეს აკეთებენ, არამედ მხოლოდ ხმაურს ქმნიან, ეს თქვი ადრე. ანუ დიქტატურები ესეც მუშაობენ. ერთია რომ მე მოვალ და შენ ციხეში ჩაქსვალ და მეორეა რომ ჩემი საკუთარი ძალებით იმდენ ხმაურს შევქმნი, რომ ჩემნაირი ხმა და ამომრჩევლების ხმა, რომლებიც პრობლემებზე მეუნებიან რომ ილაპარაკეო, ჩაიკარგება. ამიტომ სვავ კითხვას, სხვა რომელიმე პარტიას რომ დაეყენებინე, ხო დაეყენებინე და მithქვამს, არ ვარ მომხრე, იმიტომ რომ იმათ უკან არიან ამომრჩევლები და შეიძლება ეს ამომრჩევლები ეკითხებიან. აი ლელო იყო პირველი, ვინც ეს იდეა გააჟღერა. ნახეთ, აი რომ წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ჩვენც ხო შეგვიძლია რაღაცა გონივრულ პროგნოზებზე თუ მოდელირებაზე ვიფიქროთ. აი იდეა შემოტანილია განსახილველად იმსჯელეს ამ თემას და მაგალითად თანახმა არიან ასეთ დისკუსიაში თუ დიალოგის გახსნაში მონაწილეობაზე ყველა ის პარტია, ვინც უკვე გაცხადებული ბულად მზად არის მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ანუ გაიხსნა დისკუსია, რაღაც კომპრომისზე წამოიყვანეს ქართული ოცნება და აი ამ შეთანხმებული წესებით ისინი მონაწილეობენ 2028 წლის არჩევნებში. ანუ რა ხდება სხვა დანარჩენი პარტიების შემთხვევაში, თქვენი პოლიტიკური ძალის შემთხვევაში, რომელმაც იმთავითვე ეჭვი შეიტანა ამ ინიციატივის გულწრფელობაში და არ მიიღო მონაწილეობა დიალოგში. მანამდე იყო დიალოგზე საუბარი ზუსტად ლელომ და სხვა პარტიებმაც სხვათა შორის და მე ვთქვი, რომ ავარ ამის წინააღმდეგი, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხედავ ვერავითარ საფუძველს რატომ უნდა შეხვიდე დიალოგში ძალასთან, ანუ მიზანი რა არის? იმიტომ რომ დიალოგში შეიძლება შეხვიდე იმისთვის, თუ შენ რაღაცას თმობ და საპირწონედ მეორე ძალაც თმობს. ეს არის დიალოგის აზრი. ამ შემთხვევაში მე მაქვს წარმოდგენა და შემთხვევით არ არის ამ იდეებს ამბობს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, რომელიც პოლიტიკაში არის შემოშვებული, რომელსაც მე არ მივიჩნევ ოპოზიციაც, ანამ არ დავწმუნდები საწინააღმდეგოში, რომელსაც ერთადერთი რამე აქვს, ბევრი ფული და ამიტომ განვიხილავთ ჩვენ მას, არა იმიტომ რომ 6 კაცი მაინც აძლევს ხმას, არა. ამიტომ ეს მე მიმაჩნია ბევრი ფული აქვს ამას ყიფიანის პარტიაზე. აბა რატო ვახსენებთ? აბა რატო ვახსენებთ? თქვენ რა შუაში არა, მე თქვენ გეკითხებით რა მიზეზით, ნახეთ,
რატომ არ ვახსენებთ ქალბატონი მზიას საწუხარს, რომელიც წერს ანა, ახლა ქალბატონი მზიას საწუხარი კი არა და მე მგონი პრობლემა არ დარჩენილა სოციალური არა, ჩემთან. ხო, კი ბატონო, იმიტომ ვახსენებთ რომ თქვენ ხართ პოლიტიკოსი ხა, არ ვიცი, მე მართლა არ ვიცი რა ფინანსური რესურსი და არა, როგორ რატო ვიცი? საიდან ვიცით ჩვენ? მაგრამ ახლა მე არ მინდა თავი ვიგრძნო ამ შემთხვევაში შეურაცხყოფილად, ანუ არანაირი ასე ვთქვათ, ინტერესი გარდა იმისა, რომ საინფორმაციო ფონი არის ამის თაობაზე შექმნილი. როგორ არის შექმნილი? არა. მელო იყო, როგორ არის შექმნილი საინფორმაციო ფონი? ანუ გააჟღერა ადამიანმა ეთერში და საინტერესო როცა ასეთ ვითარებაში. ანუ ამ შემთხვევაში ფული რა კავშირშია ეს გავიგე. იმიტომ რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ საუბრობთ რომელიმე ძალაზე და არ საუბრობთ სხვა ნებისმიერ სამოქალაქო ჯგუფზე, რომელიც დღეს აქტიურია თუნდაც სოციალურ ქსელში და ძალიან ბევრი იდეა აქვს, რომელიც აქტიურია ჩემთან მიმართებაში, მაგალითად მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, უფასო კვებასთან დაკავშირებით. მე რაღაცა ანგარიშვალდებულება მაქვს ახლა ეთიანის პარტიასთან. ეს იდეა გავაჟღერა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, რომ ტროას ცხენი ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეიქმნება და შექმნილია რესურსების მეშვეობით. ზურგს არ უმაგრებს არც რეიტინგი, არც ჯგუფი, არც სიმწავე საკითხების, აი უფასო კვება სკოლაში საკითხი, რომელსაც მე დიდი ხანია ვაყენებ, დავაყენე საკრებულოს წინაშე, არავინ არასოდეს არ მოისმინა, ამას ყავს 100,000-ობით ადამიანების მხარდაჭერა და არასოდეს თავისით არ წარმოიშვება, იცით რატომ? იმიტომ რომ ადამიანებს, რომელსაც უფასო კვება ჭირდება სკოლაში, არა აქვს მილიონები, რომ გადაიხადოს ყველა სააგენტოში და შექმნას სასაუბრო თემა. ამას გულისხმობ. ასეთი საკითხები სამსჯელოდ, ხომ? პოლიტიკოსებს შორის შემოდის ხოლმე და ასეთი საკითხების გადაწყვეტის გზები შემოდის წინა საარჩევნო პერიოდში. ამიტომ შესაძლებელია ახლა ნაკლებს საუბრობდეთ, მაგრამ ასეთ პრობლემას ჩვენ მუდმივად განვიხილავთ. როდესაც დადგება წინა საარჩევნო პერიოდი და ყველა გადაწყვეტს, რომ საკუთარი პროგრამები და ხედვები წარადგინოს და იმედი მაქვს მომწიფდება პოლიტიკური კლასი იმ დონემდე, რომ ერთმანეთში დისკუსია აწარმოონ, დამერწმუნეთ, რომ არ ვიცი, ვერავინ დამასწრებს ამ თემაზე დებატები გამართო. ეხლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ და უკვე მეჩოთირება ცოტა. სხვათა შორის მან პირდაპირ ღია თავდასხმა მოუწყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ის პოლიტპატიმართა სიაში არ შეიყვანა. არ ვიცი, აი ზოგადად რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? ზოგადად ამაზე მაქვს ჩემი პოზიცია, თავიდანვე ვთქვი და წარვადგინა ესეთი წინადადება, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლებულიყო სპეციალური პალატით, როდესაც ის დააკავეს, მაშინ მე ვთქვი, რომ მას უნდა ენახა სამართალი და ხალხს, რომელიც მისმა მმართველობამ დააზიანა, უნდა ენახა სამართალი. და სულიად არ მაინტერესებს, ახლა თუ გინდა სულ ერთად შეიკრიბონ ყველა ოცნების ტროლი და სააკაშვილის ტროლი და ერთად მომადგნენ სოციალურ ქსელში, რასაც აკეთებენ ხოლმე სხვათა შორის, იმიტომ რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის გამოჩენა არც მაგათ არ უნდათ და არც იმ ძალებს არ უნდა, ვინც ფულის ტომრებით დარბის იქით-აქეთ, მაგრამ მაინც გამოჩნდა და გამოჩნდება. ანუ სპეციალური პალატა უნდა გაკეთებულიყო, უნდა ჩამოგვეყვანა დამოუკიდებელი მოსამართლეები, ეს გაკეთდა ბოსნია-ჰერცეგოვინაში და ამ მეშვეობით მას უნდა ის უნდა გაგვესამართლებინა, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო სამართლიანი სასამართლო და არა ისე როგორც დღეს არის. თუმცა არის თუ არა პოლიტპატიმარი, ამ ძალიან მწვავე და ერის გამყოფ საკითხებში, რომელიც არის, აი, მაგ თემას დრო დასვავ, სააკაშვილი არ არის ერის გამაერთიანებელი ფიგურა, არავის არ მოელანდოს ეგ არის ეს თემა არის ერის გამყოფი და ამ თემას ასე იყენებს ხოლმე ბიძინა ივანიშვილი სპეციალურად. ამ თემაზე მე ვუსმენ Amnesty International-ს, საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არის საყოველთაო ექსპერტი სინდისისა და პოლიტპატიმრების საკითხებში. იმიტომ რომ ისინი დამოუკიდებლად წარადგენენ ხოლმე ამ კრიტერიუმებს და ასახელებენ ხოლმე ადამიანებს. ამიტომ რახან ის არის
პოლიტიკურად გამყოფი ფიგურა. რეზოლუციები აი სააკაშვილის თავის ამ განცხადებაში მოყავს, რომ არ ყოფილა არც ერთი ასეთი რეზოლუცია, რომელსაც არ დაესახელებინოს და არ აღენიშნოს მიხეილ სააკაშვილი როგორც ამ ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი. მოდით ვთქვათ, იმიტომ დავასახელე Amnesty International-ი, რომ Amnesty International-ი არის ობიექტური, დამოუკიდებელი აპოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაცია. და ის სუფთა ესე სამართლებრივად მიყვება კრიტერიუმებს და ასახელებს ადამიანს საერთაშორისო დონეზე, ეგ აფრიკაში იქნება თუ სადღაც არის თუ არა ის პოლიტპატიმარი თუ არ არის. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ყველგან არიან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები. და პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ მათ შორის საკუთარი გემოვნება და საკუთარი პარტნიორობა. ამიტომ მე ვთქვი, სწორი იქნებოდა Amnesty International-ის გადაწყვეტილების დალოდება და მე ასე ვაპირებთ. ისე კი სწორი იქნებოდა სააკაშვილის გასამართლება სპეციალური პალატის მეშვეობით, ეს იქნებოდა ქვეყნისთვის კარგი. კეთილი, მადლობა ანადოლიძეს. ანადოლიძე პარტია ხალხისთვის ლიდერი იყო, ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება სტუდიაში. გეტყვით, რომ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჟურნალისტ ვახოს ანაიასთვის 14 დღიანი პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში აზრის გამოხატვის გამო, თუმცა შემდეგ მოვისმინეთ განმარტება პროკურორის, რომ მანამდეც არაერთხელ მიუმართავთ ამ ღონისძიებებისთვის, თუმცა დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდიაო და შესაბამისად რაღაცა ფორმალური ხასიათი რომ არ ქონოდა ამ ყველაფერსო მიიღეს გადაწყვეტილება მისთვის 14 დღიანი საპატიმრო ღონისძიების მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოკლედ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით უფრო რომ დავაზუსტოთ. გიგა ლემონჯავა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა. გიგა მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა ვიცი, თქვენთვის ეს არგუმენტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუკეთებია ეს განმარტება, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს და რამდენად შეიძლება სამართლებრივ არგუმენტად გამოდგეს, რომ თუ მანამდე ხა არ ემორჩილები არც ერთ უფრო მსუბუქ სანქციას, უბრალოდ სხვა გზას არ უტოვებ, რომ არ დაგაპატიმრონ და ახლა ასე ჟღერდა. სამშვიდობის მოგესალმებით მოსამდე მაყურებელს. ეგ სამართლო საერთოდ რომელიც ახლა მაგაზე ლაპარაკობს ამ საკითხზე არის შექმნილი თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად. ეს არის კლასიკური რუსული მეთოდი. რუსეთშიც ესეა ზუსტად და ირანშიც ესეა სხვათა შორის. მორალის პოლიცია არსებობს, რომელიც აკონტროლებს იმას, რამდენად მორალურია ადამიანების ქცევა. ირანულ-რუსული პრაქტიკაა ეს ყველაფერი. რუსეთში რამდენიმე წლის წინ მიიღეს ესეთი შემზღუდავი ნორმები, სპეციალური კანონი, რომელიც აწესებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც აკვირდება ადამიანები რამდენად ხელისუფლების ამ რეჟიმის, პუტინის რეჟიმის აზრით სწორად იქცევიან საჯარო სივრცეში. ხა თქვენ იცით, რომ რუსეთში სოციალური ქსელები ეხლა უკვე შეზღუდად აღარ არსებობს პრაქტიკულად, ხო? და ეს ტრაექტორია მაქეთ მიდის. ანუ თუ ვინ არსებობს ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც ეჭვიეპარება რისთვის შეიქმნა ეს სამართველო, უნდა გადახედოს იმან ჩემი აზრით რუსულ პრაქტიკას, როგორ შეზღუდა სოციალური ქსელები პუტინის რეჟიმმა რუსეთში. საით მიდის ეს ყველაფერი? გახსოვთ რუსული კანონის მიღებისას, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არავითარ გამჭვირვალობას არ ემსახურება, ეს არ ემსახურება რაღაც კონტროლს გარედან შემოსული თანხების, ეს ემსახურება არასამთავრობო სექტორის კრიტიკული მედიის განადგურებას ამ ქვეყანაში. მაშინაც ქართული ოცნების რიტორიკა იყო, რომ როგორ გეკადრებათ რა შუაშია სამოქალაქო ორგანიზაციები, რა შუაშია კრიტიკული მედია. ეხლა ხო კარგად ხედავთ, რომ სინამდვილეში ეს რუსული კანონი სწორედ მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მოსაგუდად შემოიღეს, ხო? ზუსტად იგივეა აქაც. თუ ვინმეს აქ შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რატო არსებობს ეს სამმართველო საერთოდ, უნდა ნახოს რა მოხდა რუსეთში და მიხვდება პირდაპირ რას ემსახურება სამმართველო. ეხლა ვახოს შემთხვევაში პირველ რიგში მინდა აბსოლუტური მხარდაჭერა, სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადო ვახოსაც, ტელეკომპანია ფორმულასაც და ზოგადად ყველას, ვისაც რეჟიმი დევნის თავისუფალი სიტყვის გამო, მაგრამ ვახოს შემთხვევა არ არის მხოლოდ ვახოს ანაიას წინააღმდეგ მიმართული ამბავი, ალბათ ამეთანხმებით, იმიტომ რომ ნახეთ ერთია
კონკრეტული ინდივიდის წინააღმდეგ რეპრესია. მათ უნდათ რომ შექმნან პრეცედენტები, რომელიც ხუებს დააფიქრებს, ამას არც მალავენ, გვარი არ მახსოვს, მაგრამ ქართული ოცნების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დღეს ეს განცხადება გააკეთა, რომ ანუ ასეთი მაგალითებით რეალურად მივალთ იმ შედეგამდე, როდესაც რაღაცა ბულინგი და საჯარო შეურაცხყოფა თუ არ აღმოიფხვრება, მნიშვნელოვანწილად შემცირდება. ხოჩას მანამდე გაკეთებული განცხადებებიდან ისინი კმაყოფილები იყვნენ, უკვე გვაქვს ოსახეზე ეს შედეგია. ხო, ეგ დინარაძემ თქვა მე მგონი. დინარაძემ თქვა მანამდე, ხო, დღეს მაჭავარიანმა თუ არ ვცდები. არის, ეხლა ნახეთ აი ვახოს ანაიას შემთხვევა, ხო? მას მერე რაც ვახოს მიუსაჯეს 14 დღიანი პატიმრობა, არ ვიცი, ასობით მსგავსი შინაარსის სტატუსი შემხვდა Facebook-ზე, მეც დავწერე ეგეთივე შინაარსის სტატუსი. ავი ადამიანები ეთერებში საუბრობენ პირდაპირ, მე არ მინდა ხე თქვენი ეთერი დავაბინძურო ცენზუროს სიტუაციით, ამიტომ რამდენადაც ასეთი ხო რამდენადაც საჯარო ეს დავწერე, ხა აქ აღარ გავიმეორებ. ირონიას შეიცავს. ხო, მე არ აბსოლუტურად სარკაზმისგან დაცლილი ტექსტი დავწერე, ხო? და მაშინ ეს ჟანრებიც გავაუქმოთ ზოგადად. ხო, ნახეთ, ანუ აბსოლუტურად უკვე ეფექტი მიიღეს, მაგის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ვითომ ეს თან დინარაძის განცხადება, რაც თქვენ გაიხსენეთ, არის საკუთარი ხარდამჭერებისკენ მიმართული, რომ ნუ გეშინიათ, ახლა ესენი გაჩერდებიან. სხვათა შორის, ეგ მიდგომა ივანიშვილს ჰქონდა 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრიდან დაწყებული, თუ გახსოვთ. მაშინ ხო აწამა ხალხი სისტემური წამებას დაუქვემდება რა, ხალხი რუსთაველის გამზირზევე რომ მოაწყეს საწამებელი ინფრასტრუქტურა. მერე იყო ამ ნაკრძალური ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, ვერ დაშალეს ხალხი, ხო, პროტესტი ვერ მოკლეს. მერე თუ გახსოვთ, იყო 20 იანვარს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია და თავისიანებს ეუბნებოდნენ, რომ ეხა ტრამპი რო შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას, მერე ამათ მივხედავთ ამ ხალხს, ვინც ქუჩაშია. ნუ ეს იმედები გაუცროვდათ. და აი ესეთი ბევრი რაღაც ქონდათ, ბევრი ეტაპი ქონდათ, როცა არწმუნებდნენ საკუთარ ხარდამჭერებს, იმ მცირე ჯგუფს, ვინც დარჩათ ჯერ კიდე, რომ ამათ ჩვენ მოუვლით და ამ სამმართველოს შექმნის იდეაც სინამდვილეში ნახეთ, გარდა იმისა, რომ სხვების დაშინებაც არის. ანუ როდესაც ერთს ჯი, სხვას უგზავნი მესიჯს, რომ შენც ჭკვიანად იყავი, თორე შენც ესე მოგივა. მაგრამ ამის გარდა კიდე შუა საუკუნეებში ხო რატომ იდგმებოდა გილიოტინები რაღაცა გამოსაჩენ ხალხმრავალ ადგილებში და ზოგადად იმ დროს ერთგვარ სანახაობადაც იყო შექმნილი, რომ სხვებსაც დაენახა, რომ რაღაცა ცუდის ჩამადენი თუ დაუმორჩილებელი ადამიანი ისჯებოდა, ასე ვთქვათ, ჩამოხრჩობით. თუმცა არსებობდა დასჯის სხვა მეთოდებიც, ხო? ვიცით, ახლა ისლამურ სახელმწიფოებში იყო უფრო მეტად გავრცელებული, მაგალითად, მარჯვენას მოკვეთდნენ იმას, ვინც იპარავდა. იყო ენის ამოგლეჯვის, ენის მოკვეთის, ასე ვთქვათ, მეთოდი, როგორც დასჯის ერთ-ერთი ფორმა. იმედი მაქვს აქამდე არ მივალთ, იმიტომ რომ ენა ამოკვეთილსაც კი შეუძლია, მაგალითად, კლავიატურაზე დაბეჭდოს რაღაც, ამიტომ რაღაც ისეთ უნდა მოიფიქრონ, რომ არც ენა კონდეს ადამიანს კი მეცნობა, მაგრამ არ არის მართლა სასაცილო და ნუ ვერც თითებს ვერ ხმარობდეს, რა ვთქვა სხვანაირად. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ქართული ოცნების მოკავშირე ირანის ტერორისტული რეჟიმი დღემდე იყენებს საჯარო სიკვდილით დასჯებს იმის აი ეხლა არათუ შუა საუკუნეებში, ეხლა დღესაც 2025-2026 წლებში ეგ ხდება, რომ ადამიანებს საჯაროდ სიკვდილით სჯიან ირანში, რომ სხვებმა დაინახონ და ამას ჰქონდეს რაღაც სუსხავი ეფექტი საზოგადოებაზე. ეგ რეჟიმია ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე, შევახსენებ ყველას. მაგრამ ნახეთ, გარდა იმისა, რომ აი ამ სუსხავი ეფექტის გამოწვევა უნდათ, ივანიშვილის ამოცანაა, რომ ევროპულ გზას მოგლიჯოს ეს ქვეყანა, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ანუ ნებისმიერი ესეთი რეპრესიული მოქმედება უნდა განვიხილოთ, როგორც ივანიშვილის სტრატეგიული ამოცანის ნაწილი, რომ ევროკავშირს დააშოროს საქართველო. რატო, ნახეთ, ეგეთი ქვეყანა ბევრი არ არის, სხვათა შორის, ჩვენ კონტინენტზე, სადაც Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო ჟურნალისტს გაუშვებდნენ ციხეში. ეგეთი ქვეყანა ბევრი არ არის. ევროკავშირი არის განსაკუთრებით დემოკრატიული ქვეყნების კლუბი, ხო? ანუ იმ ქვეყნების გაერთიანება, სადაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება. ევროპაზე თუ განვავრცოთ, მე მგონი ბრიტანეთი მოიყვანეს ერთ-ერთ მაგალითად, როდესაც აი ეს დეპარტამენტი შექმნა დაანონსეს, რომ იქაც ხდება ესე რა. ხო, მაგას სპეციალურად აკეთებ, მე ხშირად თქვენთან ბოლოს რო ვიყავით თქვენ ეთერში, მერაბ მეტრეველთან ვიყავი ეთერში და იმ დღეს ზუსტად დანიაში იყო აქციის დაშლა და მაგას განვიხილავდით, რომ ქართული ოცნების კრიმინალები დანიაში აქციის დაშლას იყენებენ როგორც
მაგალითს, რომ ნახეთ იქ როგორ შლიან აქციებს და მაშინ მაგაზე ვისაუბრეთ, რომ დანიაში შეიძლება აქციის დაშლისას გადაამეტოს უფლებამოსილებას კონკრეტულმა პოლიციელმა, მაგრამ დანიაში სასამართლოა, სადაც წავა მოქალაქე, იდავებს და ის პოლიციელი დაისჯება და ამ ადამიანის უფლებრივი აღდგენა მოხდება და თუ საჭიროა ქონებრივიც. მაგრამ ნახეთ, მიუხედავად იმისა, რას ამბობს ქართული ოცნების პროპაგანდა, ევროკავშირი არის კლუბი იმ ქვეყნებისა, სადაც კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, ინსტიტუციური მმართველობა არის უმაღლეს დონეზე. როდესაც შენ გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ამ კლუბის წევრი, ევროკავშირის წევრი და შენ ხარ ქვეყანა, სადაც ჟურნალისტს აკავებენ 14 დღით აპატიმრებენ Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, უნებრივია, რომ შენი ადგილი ევროკავშირში არ არის. და ბიძინა არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის სტრატეგიული ამოცანა არის არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ ანგარიშწორება, თუმცა რა თქმა უნდა ესეც არის. არა მხოლოდ საზოგადოების დარჩენილი ნაწილისთვის მაგალითის ჩვენება, რომ თქვენ თუ ჭკვიანად არ იქნებით, თქვენც ეგრე მოგივათ, თუმცა რა თქმა უნდა ესეც არის ამოცანა. მაგრამ მთავარი სტრატეგიული მიზანი ივანიშვილისა, როგორც რუსეთის სატელიტისა, როგორც რუსეთის აგენტისა, არის საქართველოს ჩამოშორება ევროპული და ევროატლანტიკური გზიდან და ეგეთი მოქმედებებით ცდილობს ივანიშვილი ამ მიზნის მიღწევას. სხვა თემაზე მინდა გადავიდე, სასამართლო ახსენეთ და ამ თემას გავაგრძელებ. მოკლედ დღეს ცნობილი გახდა, რომ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა შემოდგომიდან განახლება იყო დასახელებული სავარაუდო მიზეზები, რომ მოსამართლე გავიდა შვებულებაში და შესაბამისად, როდესაც დაბრუნდება შვებულებიდან მისი მდივანი ჩამოურეკავს შემდეგ ადვოკატებს და შეატყობინებს უახლოესი სხდომის ჩანიშვნის თარიღს, მაგრამ არსებობს მეორე ვერსია, რომ რაღაცა თითქოს უკვე ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ გადაწყვეტილი იყო ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების უკან ციხეში შებრუნება, იმიტომ რომ მგონი ყველა არის ან ისევ ციხეში იმყოფება პატიმრობაში, ან უკვე არის ნამყოფი ერთხელ მაინც საპატიმრო დაწესებულებაში. აი თქვენი ვერსია როგორია ამ საქმის გადადებასთან დაკავშირებით? ხომ არ ფიქრობთ, რომ მეორე ვერსია უფრო ლოგიკურია, რომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მათი პატიმრობის თაობაზე რაღაცნაირად გადავადდა და შესაძლებელია რაღაც გარემოებებს ელოდებიან, რომელმაც შესაძლებელია მოსაოდნელი გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვალოს. აი რას ფიქრობთ? ან იქნებ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, იმიტომ რომ მე ხა მომისმენი არაერთი თქვენი კოლეგა ოპოზიციონერისგან აქ რომ არსებობენ, არ ვიცი, შუამავლები პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის და მათ შორის გარკვეული ტიპის ინფორმაციის გაცვლა ხდება. ეგ ვინგითხრათ, არ ვიცი. ნუ რა ვიცი, სახელები და გვარები დაგისახელოთ? ანუ ხო, არა, იცით რატო გეუბნები? საჯაროდ უთქვამთ ეს და არაპირად საუბარ თუნდაც იმასთან დაკავშირებით ვიცით, რომ მათ შორის თქვენი ლიდერები იყვნენ უცხოეთში გასულები, მაგრამ დაბრუნდნენ და ზურაბ ჯაფარიძემ საჯაროდ გააკეთა ეს განცხადება, რომ აქ არის საქართველოში და არსად წასვლას არაპირებს შესაძლო დაპატიმრების მიუხედავად. და ამიტომ მე უბრალოდ არ ვიცი თქვენ რაზე საუბრობთ, რა შუამავლებზე. მე ზუსტად ნიკა გვარამიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით ზუსტად ვიცი, რომ არავითარი შუამავლები არ შემოთვლა არ ყოფილა. არა, რას ლაპარაკობთ? არა, რას. ვისაც აქვს პასპორტი, მოკლედ შეუძლია გაასწოროს და გავიდეს ქვეყნიდან. ივანიშვილმა გაასწოროს ამ ქვეყნიდან. ივანიშვილმა გაასწოროს ამ ქვეყნიდან. არ ყოფილა ასეთ პირდაპირ ვთქვამთ აქ საჯაროდ. აი თენგო კირთაძე იყო ერთ-ერთი, რომელმაც თქვა, რომ იყო ასეთი შემოთვლებიო რა. ხო და მე ვფიქრობ, რომ ეგ არის სისულელე. აი ამბავი, რომ ვინმე რაღაც შუამავლები არსებობს არალეგიტიმურ რეჟიმსა და შუამავლად არ ჩაითვლება შემოთვლის ავტორი? არა, შემოთვლა რა თუნდა, პირდაპირ ამბობენ ტელევიზორ, ანუ საჯაროდ ამბობენ ქართული ოცნების კრიმინალები, რომ ყველა უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან და მარტო ბიძინა და მისი კრიმინალური ბანდა უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ მათ ეიმედებათ. მაგიტო აკეთებენ სინამდვილეში. ხა მაგას რაც უნდა დიდი ოპერატიულ ინფორმაციაზე წვდომა, რომ მაგიტომ შვებიან, მაგიტომ აგდებენ ადამიანებს ესეთ მდგომარეობაში, ამიტომ ყავთ ასამდე პოლიტიკური პატიმარი, რომ ვისაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია ამ ქვეყანაში დატოვოს ეს ქვეყანა და ივანიშვილის კრიმინალურ ბანდას დარჩეს საქართველო. ოღონდ ნიკასთან დაკავშირებითაც და ზურასთან დაკავშირებითაც მას გაცხადებული აქვს საკუთარი პოზიცია საჯაროდ, არავინ წასვლას არაპირებს, ამ ბრძოლის ველის დატოვებას არაპირებს. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ხო, ამ სასამართლოს გადადებასთან დაკავშირებით.
აი მაგ მოსამართლეს რომ დაურეკოს ბიძინა მან კობახიძე, ну არც ბიძინა და კობახიძეც არ ჭირდება, ვიღაცა ხო ყავთ, ვინც კურაციას უწევს ამ სასამართლო კალათს, აი მურუსიძეს რომ დაარეკინონ და რომ უთხრეს რომ არ დაისვენებ მომავალი 10 წლის განმავლობაშიო, არ დაისვენებს. არც ერთი ზაფხული არ გავა თბილისიდან, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ისევე როგორც როდესაც გახსოვთ თავიდან თვეში ერთი პროცესი ტარდებოდა, ან მაქსიმუმ 2 და მერე მიაყარეს 3 პროცესი მორიგეობით, შემდეგ გადავიდნენ კვირაში 2 პროცესზე, ერთ კვირაში 2 პროცესი, დილის 11 საათიდან სამუშაო დღის ბოლომდე და მერე გადავიდნენ 3 პროცესზე საერთოდ. და ეგ ხომ მოსამართლეს თვითონ არ მოუფიქრებია ამ პროცესის ფორსირება, ხომ დაავალეს, რომ ესე გააკეთეო. იმ იმედით, რომ ამ პროცესის ფორსირების ფონზე პოლიტიკური ლიდერები გაიქცეოდნენ, დატოვებდნენ ქვეყანას, მათი პოლიტიკური პარტიების დემორალიზება მოხდებოდა. რა თქმა უნდა, მაგიტომ შვებიან, რომ პოლიტიკური ბრძოლა შეჩერდეს, რომ ადამიანებმა უკან დაიხიონ, რომ ჩვენ დავინახოთ, რომ რა ვქნათ, აი ამათ ხელშია სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო. ეს ნაწილობრივ მაინც ამ მიზანს თქვენი ლიდერების შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ყველა ბრალდებული ამ საქმეზე ამ არჩევანს აკეთებს, რასაც ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა გვარამია. მან ბრალდებული ვინც არის, ნახევარზე მეტი, მე მგონი კი რა ციხეშიზის დიდი ნაწილი მაქედან ისედაც მაგ საქმეზე ბრალდებული ვინც არის. მაქედან რამდენიმე ადამიანი ციხეში ზის ისედაც საჯელს იხდის. ელენე ხოშტარია ციხეშია, ნიკა მელია ციხეშია, სააკაშვილი ციხეშია, ზურა და ნიკა აქ არიან და საკუთარ პოზიციას საჯაროდ ამბობენ და საერთოდ ეს იმედი ივანიშვილის აი ძამკაფიოდ და ცალსახად მინდა ვთქვა. იმედი იმის შესახებ, რომ ვიღაცეებს დაიჭერს და ამით პოლიტიკური ბრძოლა შეწყდება ამ ქვეყანაში, არის აბსოლუტურად ამაო იმედი, იმიტომ რომ ვინც არ უნდა დაიჭიროს, ნახეთ, ბიძინა რა ვერ გაიგო, იცით სინამდვილეში, რომ საქმე 1, 2, 3, 10 პოლიტიკურ ლიდერთან, 1, 2, 3 ან 5 ან 10 პოლიტიკურ პარტიასთან კი არა აქვს. საქმეა ქართულ ხალხთან, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ინტერესები, რომელიც კრემლის ინტერესებთან არის პირდაპირ გადაჯაჭვული და საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არის აბსოლუტურად დაპირისპირებული ერთმანეთთან. ამიტომ ივანიშვილი რომელიმე პოლიტიკოს და პარტიებს კი არ უპირისპირდება. ივანიშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა ქართულ ხალხთან. ამიტომ შეუძლებელია, რომ ნებისმიერი რეპრესიული ზომით გააჩეროს ეს ბრძოლა თავისუფლების ეს ვერ გაიგო. ერთიანი პოზიცია აქვს ყველა ბრალდებულს. კი, გარწმუნებთ, რომ გარწმუნებთ, კი. ყველა რჩება ქვეყანაში და ყველა მზად არის თუ კი იქნება ყველა მზად არის, რომ სხვადასხვა ფორმით იბრძოლოს ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამაში აბსოლუტურად გარწმუნებთ. ხო, აბსოლუტურად გარწმუნებთ. ხო, ვერც ერთი წამით. ზოგი წავა ციხეში, ზოგი დატოვებს ქვეყანას, მაგრამ იქიდან გააგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას. მე არ ვიცი, ვინ დატოვებს ქვეყანას, არ ვიცი. პირდაპირ რო გითხრათ და გულწრფელად, მე ვიცი ჩემი კოალიციის ლიდერების ელენე ხოშტარიას და ნიკა მელიას დღევანდელი მდგომარეობა, ისინი არიან ციხეში, ისინი არსად არ წასულა. რატომ არ იცით ეს არ იყო პრინციპული საკითხი, რასაც შეიძლებოდა თუნდაც აი მსჯელობა და მე ან შეთანხმება, ან ვერ შეთანხმება და ამაზე ამ კითხვას უბრალოდ ამ წინადადებას მორჩები და გიპასუხებთ. ასევე ვიცი ნიკა გვარამიას და ზურა ჯაფარიძის პოზიცია. გულწრფელად რო გითხრათ, სხვებთან ამ თემაზე მე არ მისაუბრია, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად პერსონალური გადაწყვეტილება. შეუძლებელია, რომ ადამიანი გააკრიტიკო ან ერთი ან მეორე გადაწყვეტილების გამო, ეს არის აბსოლუტური უსინდისობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენის წინააღმდეგ არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და შენ არ გემუქრება ციხე, სხვა რო გააკრიტიკო ამის გამო არის აბსოლუტური უსინდისობა, ამიტომ ჩემგან მაგას ვერ გაიგებთ. უბრალოდ მე გეუბნებით, რომ მე ვიცი კოალიცია ცვლილებისთვის, წევრების, სხვათა შორის კოალიცია ცვლილებისთვის მხოლოდ ლიდერები არ ყავს ციხეში, კოალიცია ცვლილებისთვის წევრების ხედან ციხეში აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებები და ხო, ჩვენი პოზიცია ეგეთია, რომ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. და იმაზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, რომ ივანიშვილის იმედები იმასთან დაკავშირებით, რომ რეპრესიები შეაჩერებს ბრძოლას, არის აბსოლუტურად უპერსპექტივო, ეს კარგად ჩანს. მთელი ამ განვლილი 600 დღის განმავლობაში, ხო, რაც უწყვეტი პროტესტია საქართველოში, რა არის კადრეს? აი, მეტი რა შეიძლებოდა ეკადრა რეჟიმს, ხო? 500-ზე მეტი ახალგაზრდა მარტო პოლიციის მინივენებში აწამეს რუსთაველის გამზირზე.
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ასობით ადამიანი დაუქვემდებარეს ღირსების შემლახა მოპყრობას. ქიმიური იარაღი გამოიყენეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ერთსულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტპატიმარი ყავს ვიდრე რუსეთს და ბრძოლა ვერ გააჩერეს. ეს არის ფაქტი. და მე არ მინდა რომ რაღაც მარჩიელობაში გააჩერეს ბრძოლა, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს ოპოზიციაში, რომ საკამაოდ დიდი ზიანი მიაყენეს ბრძოლას, ერთობლივ ბრძოლას, ერთიან ბრძოლას ქართული ოცნების წინააღმდეგ. თქვით რომ უკრაინას რუსეთმა ხომ მიაყენა დიდი დარტყმა. ხომ მიაყენა რა? ვინ იგებს ამ ბრძოლას? არ არსებობს ბრძოლა, განსაკუთრებით ამ ტიპის, ეს არ არის პარტიული ბრძოლა. თქვენ ხო კარგად გესმით, რომ ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა არ არის, რომელშიც ახლა საქართველოს იმყოფება. ეს არ არის პოლიტიკური კონკურენცია, ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. და ესეთი ტიპის ბრძოლაში შენ უდანაკარგოთ ვერიული. ოღონდ შენ გააზრებული უნდა გქონდეს, რომ რამდენადაც მძიმე ფასის გადახდა არ უნდა მოგიწიოს, შენ უკან არ უნდა დაიხიო. თორე ბუნებრივია, რომ ჩვენ ეს მძიმე ბრძოლა ვინ ამბობს, რომ ადვილია. ეს არის ურთულესი პერიოდი. საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩემი აზრით, ეს არის ურთულესი პერიოდი, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ. არა მარტო იმიტომ, რომ ვიღაცებს აპატიმრებენ, და ყველა ცნობიერებს, ანუ ოპოზიციურ ფლანგზე, ყველა თქვენ სამით ფიქრობს, რომ ეს არის ურთულესი პერიოდი და აი ასეთ პარალელებსავლებს უკრაინის, ასე ვთქვათ, არა, ყველა რომ ესე ფიქრობდეს, ხო, რუსეთის წინააღმდეგ. ხო, თქვენ თქვით რომ არ ვიციო ჩვენო ამ თემაზეო რაღაც არ შევკრებილ ვარ და არ გვისაუბრია და ბოლო დროს, აი ბოლო, არ ვიცი, ერთი თვის განმავლობაში. ხო, სადროისთან არ შევკრებილ ვარ. ანუ იმ ოპოზიციის ლიდერებთან, ვინც ამავე საქმეზე არის ბრალდებული, როგორ იქნება მათი პოზიცია და ხომ არ ჯობს რა მათი პოზიცია, ეგ თქვენი აზრით ეთიკური არის, რომ მე ვკითხო ჩემ კოლეგებს, რომელსაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რომ რას აპირებო? თქვენი აზრით ეგ ნორმალური იქნებოდა? თუ ეს არის გიგა, სხვა ნორმალურ სიტუაციაში ეს შეიძლება ყოფილიყო ძალიან დელიკატური საკითხი, მაგრამ თუ თქვენ ანუ ამბობთ, რომ დაახლოებით იგივე ბრძოლაში ვართ, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინა არის რუსეთის წინააღმდეგ, მე მგონი რაღაცა ესეთი მორიდება შეიძლება გვერდზე გადაიდოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთიანობას სხვადასხვა ფუნდამენტურ საკითხებში ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ერთიანობა ჩვენ შეიძლება და უნდა გქონდეს პროტესტის ორგანიზაცია. ხომ დარწმუნებული ხართ, რომ თუ კი სხვაგვარად მოიქცემა და ჩვენ გვაქვს გახარიას მაგალითი, როდესაც მის გასვლას ქვეყნიდან ქართული ოცნება მუდმივად იყენებს მათი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ. კონკრეტული მაგალითი გვაქვს ამას? ხო და მე ხო არ ვინერვიულებ გახარიას პოლიტიკურ პარტიაზე, გესმით? მე შემიძლია გესაუბროთ ჩემი კოალიციის სახელით, ეს ერთი, მეორე. ეთიკის მიღმა არის, როდესაც ადამიანს ემუქრება 15 წლამდე პატიმრობა, თქვენ იმას უთხრათ, რომ მოდი ერთიანი სტრატეგიით ვიმოქმედოთ ამ საკითხზე, არის აბსოლუტურად არაეთიკური ჩემი აზრით და მესამე, ოპოზიციამ რაც მთავარია, ეგ კი არ არის მთავარი, ეგ არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი პროტესტის ორგანიზებაში, საერთაშორისო წნეხის ორგანიზებაში რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის საერთაშორისო სანქციების მოთხოვნაში და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესში. ეს ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი. მე ბუნებრივია, მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულებები, როგორ მოვიქცეოდი ეგეთ ვითარებაში, ან როგორ ჯობს მოქცევა, მაგრამ ეს მე იმის უფლებას არ მაძლევს, რომ ვიღაცას ვურჩიო, ან ვიღაცაზე ვისაუბრო საჯაროდ, რომ ისიც ესე უნდა მოქცეულიყო. მე ვარ უზომოდ ბედნიერი, სიმართლე რო გითხრათ, რომ ჩემი კოალიცია იქცევა ისე, როგორც მე მგონია, რომ სჭირდება ამ ქვეყნის გამარჯვებას, ამით ვარ უკიდურესად ბედნიერი და პატივია ესეთი ადამიანების გვერდით ბრძოლა, ვინც არც ერთი წამით უკან არ იხევს, ვინც უდიდესი დაბრკოლებების მიუხედავად არ შინდება, ვინც არის უკომპრომისო სტრატეგიულ მიზნებში, ვინც არ ღალატობს ქართველი ხალხის ბრძოლას, აი ეგეთი ხალხი რო არის იმ კოალიციაში, რომელშიც მე ვარ, არის ეს ძალიან მიხარია და არის დიდი პატივი ჩემთვის. მათ გვერდით ბრძოლა. სამი საკვანძო სიტუაცია უკან დახევა შიში და ღალატი. ხო, მე ეგრე მგონ, არა, აი მაგალითად ღალატი იცით რა არის? როდესაც ხალხი, საზოგადოება, საპროტესტო საზოგადოება გეუბნება, რომ შენ არ უნდა აღიარო და არ უნდა ცნო ეს რეჟიმი,
და ესმის ამ ხალხს, აი ვინც ამ 600 დღის განმავლობაში არის უწყვეტ პროტესტში, მათ ძალიან კარგად ესმით, რატომ არის რეჟიმის იზოლაცია მნიშვნელოვანი და რატო არ უნდა აღიარო არც ერთი წამით ლეგიტიმურ აქტორად, პოლიტიკურ აქტორად ივანიშვილის რეჟიმი. და როდესაც შენ დგამ ნაბიჯებს, რომელიც ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას ემსახურება, ეგ არის ამ ბრძოლის ღალატი და მე მიხარია მეთქი იმას ვამბობდი. გახარიას პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რომ შესულიყვნენ პარლამენტში თქვენი მოსაზრება ხშირად მოგვისმენია, მაგრამ აი ბოლო პერიოდში რა შეგიძლიათ შეაფასოთ როგორც ღალატი და ხელისუფლების ლეგიტიმაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. აი ბოლო ასეთი პრეცედენტი გახსენდებათ, რომელიც ოპოზიციამ არ ვიცი გამოავლინა. არა, აი ეგრე თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო ინსტიტუტებში თითქოს ეს პარლამენტი ლეგიტიმურია, თითქოს არჩევნები არ გაყალბებულა, თითქოს სახელმწიფო არ მიუტაცებია ივანიშვილს, თითქოს ხალხი არ უწამებია, არ მოუწამლია და ესე ჩვეულებრივად. და მხოლოდ ამ პარლამენტში თანამშრომლობა არის პრობლემა და არ არის პრობლემა თქვენთვის მაგალითად ბოიკოტის ერთგული პოლიტიკური ძალისთვის იმის დეკლარირება, რომ ნებისმიერი არ ვიცი ფორმით ჩატარებული არჩევნები მათი მხრიდან იქნება გამოყენებული. ხო, ეგ არის ღალატი ამ ბრძოლის. ჩემი აზრით არის, დიახ. ვინც არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, ეს ღალატია. ეს ძალიან მკაფიოდ მინდა განვმარტოთ, რომ მე არავითარი ბოიკოტის მომხრე არა ვარ. ანუ მე ვარ დემოკრატიის მომხრე. მე მინდა არჩევნები. მე წარმოვადგენ საქართველოში ყველაზე დიდ პროდასავლურ პოლიტიკურ სუბიექტს, ყველაზე დიდ პოლიტიკურ კოალიციას. თუ ვინმეს უნდა არჩევნები რომ ჩატარდეს, ეს ვართ ჩვენ კოალიცია ცვლილებისთვის. იმიტომ რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე კარგი შედეგი იქნება ისევ კოალიცია ცვლილებისთვის. ოღონდ, ნახეთ, არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და არა რუსული ლოჯისტიკური სპეცოპერაცია, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უწოდებს ხოლმე არჩევნებს. და ვისაც უნდა მაგ კლოუნადაში მონაწილეობა, თავისუფალია, პრობლემა არ არის. მე ოღონდ ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უაპელაციოდ ამბობენ, რომ ნებისმიერ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობასო, წარსული გამოცდილებებიდან უნდა გაკვეთილებს სწავლობდნენ, ჩემი აზრით, მე რომ მათ ადგილას ვიყო, ესე მოვიქცეოდი. რა მოუვიდა მათ ელექტორალურ მხარდაჭერას, რომელიც უკეთეს შემთხვევაში განახევრდა. ჩემზე გაკვეთილებს უნდა სწავლობდნენ, მაგრამ ჩემი ფუნქცია საერთოდ არ არის ვიღაცას მოძღრავდე და ვიღაცას ჭკუას ვასწავლიდე. ეს არ არის ჩემი ამოცანა. მე უბრალოდ იმას ვამბობდი, რომ ამ რეჟიმის არაღიარება და მასთან არ თანამშრომლობა არის ამ ბრძოლის ქვაკუთხედი, რომელზეც შენდება მე ყველაფერი სხვა, ნებისმიერი სტრატეგია, რომელმაც წარმატება უნდა მოიტანოს, რომელმაც ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული კრიმინალური რეჟიმი უნდა დაამარცხოს, ფუნდამენტად ამ სტრატეგიას უნდა ედოს ამ რეჟიმის საერთაშორისო და შიდა იზოლაცია, მისი არაღიარება და მასთან არ თანამშრომლობა, იმიტომ რომ ეს ფუნდამენტი თუ მორღვეულია, მე ნებისმიერი სტრატეგია არის განწირული წარუმატებლობისთვის და მე იმას გეუბნებოდით, რომ მე მიხარია მეთქი, რომ ამ თემაზე საუბარი, აი შესაძლებლად წარმოგიდგენიათ, ახლა როგორ უნდა ჩამოვშალოთ? გაეცნობოდით, არა. მეტნაკლებად, როგორ თქვა, რეალური თანაბარი სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მართლ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება, ანუ ყველაზე რეალური ამ ვითარებაშიო ფიქრობს როგორ შეიძლება განვითარდეს აი მოვლენები, ვიქტორ ყიფიანი სწორედ ამგვარად ფიქრობს. ეგ განცხადება ხო ორ ნაწილიანია? ბოდიშო შეგაწყვეტილეთ. თუ გინდა დაამთავრეთ შეკითხვა და მე რა გივასუხებ. ხო, რას ფიქრობთ თქო, აი ამ რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ქართულ ოცნებასთან დიალოგის გახსნა რაღაცა მეტნაკლებად კონკურენტული არჩევნების წესების მოპოვების თაობაზე. ეგ განცხადება არის ორ ნაწილიანი. რომელსაც მე ძირითადში ვეთანხმები, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარია, რომ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო წესები უნდა იყოს შემუშავებულიო. სწორედ ამ მიზნით კოალიცია ცვლილებისთვის და ოპოზიციის ალიანსმა უფრო სწორედ დაახლოებით 2 თვის წინ წარადგინა 6-პუნქტიანი ხედვა, რა ტიპის არჩევნებს განვიხილავთ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ალბათ გახსოვთ ეს 6-პუნქტიანი გეგმა, რომელშიც შედის ჩვენი ემიგრანტებისთვის, საქართველოს მილიონამდე მოქალაქისთვის ხმის უფლების დაბრუნება,
სხვათა შორის ახლა მაგ მიმართულებით დავიწყეთ ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით საჭირო პროექტი ემიგრანტის ხმა, რომელიც ზუსტად გულისხმობს ბრძოლას ემიგრანტებისთვის ხმის უფლების დაბრუნებისთვის. ეს ერთი, რა ვიცი, მეორე ადმინისტრაციის ცვლილება და მთელი რიგი ცვლილებები, რომლის გარეშეც უბრალოდ არჩევნებს ვერ უწოდებთ თავისუფალს და სამართლიანს. და ვიქტორ ყიფიანის ამ განცხადებაში, ჯერ საქართველოს ამ პოზიციაში, მე ვეთანხმები აბსოლუტურად იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ აი ამ ტიპის წესები უნდა არსებობდეს და ჩვენ რამდენიმე დღის წინ საჯაროთაც შევთავაზეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ბუნებრივია მათთან ერთად ამ პირობების, ამ წესების განხილვა. მე არ მგონია, რომ ჯერ საქართველოს გულისხმობდეს ამ განცხადებაში, ბუნებრივია ისინი უკეთ განმარტავენ, ხა მე არ ვიცი, მათთან პერსონალური ურთიერთობა არ მაქვს, საჯარო დრასაც ამბობენ, იქიდან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნებს. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი გულისხმობდნენ, რომ დღეს ივანიშვილის რეჟიმთან უნდა დაждდეს პროდასალური პოლიტიკური სპექტრი და ამ წესებზე რაღაცა დიალოგი გამართოს, იმიტომ რომ ხა როდესაც Facebook პოსტის გამო ადამიანს 14 დღით ციხეში უშვებენ და როდესაც მოძალადეები ქუჩაში დარბიან და როდესაც პარტიების აკრძალვაზეა საუბარი, როცა პოლიტიკურ ლიდერებს 4 წლით და 15 წლით შეიძლება გქონდეს ციხეში უშვებენ მაქს და როდესაც არ ვიცი აი საბაზისო გარემო არ არსებობს ქვეყანაში არჩევნებზე საუბრისთვის, მე არ მგონია რომ ეხლა გულისხმობ და მე უფრო ვფიქრობ, რომ ისინი იზიარებენ პოზიციას, რომ მას მერე რაც რეჟიმი საკმარისად დასუსტდება, რაც ალიანსში შემავალი პოლიტიკური პარტიების პოზიციაც არის, როდესაც ის კონტროლს დაკარგავს პროცესზე, რასაც მე მაგალითად რეჟიმის ჩამოშლას უწოდებ, ამის შემდეგ ბუნებრივია, რომ რეჟიმი გახდება იძულებული, რომ იმ წესებით, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, დანიშნოს ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, რომელშიც ის წააგებს არის 80-20 ჩემი აზრით არჩევნებს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უკეთ ამ პარტიის წარმომადგენლებს კითხოთ, რომ განმარტონ ეს პოზიცია, თუმცა იმას, რომ უნდა არსებობდეს საბაზისო წესები შეთანხმებული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით პროდასალურ სპექტრში, ამას არათუ ვიზიარებ, ჩვენ დავდეთ ესეთი ხედვა და ბუნებრივია, რომ მზად ვართ ამ თემაზე საჯარო პროფესიული, მათ შორის პროფესიული დისკუსიისთვის. მადლობა, იმედი მაქვს, უფრო მეტი სიცხადე შევა, მათ შორის ამ საკითხში. გიგა ლემონჯავას უსმენდით კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. რეკლამის შემდეგ ძალიან მძიმე საქმის მოსმენის მეორე დღე. ცოტა ხნის წინ ნატა ბიბლიანის ადვოკატმა გააკეთა განცხადება, რომ დღევანდელ გამოკითხვაზე ბიბლიანმა დაასახელა ის 4 პირი, ვინც მას სექსუალურად იძალა და მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე და ამ ეპიზოდში ფიგურირებს ჩხვიმიანი, უფრო მეც მისი ადვოკატი უკვე რეკლამის შემდეგ გადაცემის მეორე ნაწილში მოგვიყვება. 60 გრადუსი დაბრუნდა ეთერში და ვიდრე გადავალ პოლიტიკურ საკითხებზე, ჩემი დღევანდელი ალბათ უახლოეს პერიოდში ჩვენი ნათიას მეგობრების მთავარი სათქმელი მუდამ ეს იქნება, ჩვენს მეგობარს, ჩვენს კოლეგას ნათია დოლიძეს თანადგომა ჭირდება და სხვა შორის დღეს თავად დაწერა საზოგადოებას პირველმა თავად მოუყვა ამ დიაგნოზის შესახებ და არ ვიცი მე რამდენად წავიკითხე მისი პოსტი, რომელიც ასევე გავაზიარეს ჩემს სოციალურ ქსელში. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა, არც კი დამიშვია როდესმე რომ ერთ დღეს ონკოპაციენტი ვიქნებოდი, თუმცა როგორც ამბობენ, არასოდეს თქვა, არასოდეს აი ყველაზე მეტად მამხნევებს მისი პოსტის ეს ბოლო აბზაცი, სადაც ის ჯერ კიდევ არ შეჭიდებია, ასე ვთქვათ, გააზრების ეტაპზეა და მკურნალობის პროცესს არ შეჭიდებია, მაგრამ აქვე იძლევა პირობას, რომ როგორც გამოჯანმრთელების შემდეგ, ასევე მკურნალობის პროცესშიც ვიქნები ონკოპაციენტების უფლებების აქტიური დამცველი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ გაჯანსაღდეს როგორც ონკოლოგიური მიმართულებით არსებული სამედიცინო სისტემა, ასევე დაფინანსების სქემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პაციენტებისთვის ჩინურია.
სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია მისგან, ამიტომ ყველა ერთად ვერთიანდებით და თქვენ ახლა ხედავთ ანგარიშის საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც ყველას შეგვიძლია ერთიანი ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ, რომლის შედეგის საუკეთესო შედეგის დადგომის შემდეგ ძალიან დიდი კმაყოფილება დაგვეუფლება ყველას. მამუკა კაციტაძე ძლიერი საქართველო ლელოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყებდი საუბარს ლევან ხაბეიშვილის პოსტით, ის ციხიდან ეხმაურება ვახოს ანაიას პატიმრობას და ამბობს, რომ ანწუხელიძის რომელაშვილების ქვეყანაში როდემდე ვაპირებთ ასე ცხოვრებივით ყოფნას, გაიღვიძეთ, თორე სიზმრებსაც გაგვიკონტროლებენ, ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ კომენტატორობაო. რა ვიცი, ასეთ ვითარებაში რა შესაძლებლობა აქვს, არ ვიცი, ოპოზიციას, იმიტომ რომ ოპოზიცია არის ალბათ უპირველეს ყოვლისა მისი ამ მიმართვის ადრესატი. რა შეუძლია, რა მართლზომიერი ძალა შეიძლება დაუპირისპიროს თუნდაც ასეთ შემთხვევებს. მოგესალმები, ემა, მივესალმები ტელემაყურებელს და ტრადიციის ამბრეს ვიწყებ ხოლმე ჩემს გამოსვლებს და დღეს უკვე ამას ვახოს ანაიაც დაემატა თავისუფლებას ინდესის პატიმრებს, თავისუფლება აწუკვე ჟურნალისტ პატიმრებსაც, რომელიც განახლდა დღევანდელი ამ დაპატიმრებით. ნამდვილად არ ვაპირებ ემა, რომ რაღაც სიღრმისეულად დავიწყო ახლა ლევან ხაბეიშვილის პოსტის ანალიზი, მხარდაჭერა ან კრიტიკა. მე ვიცი ერთი რამ, რომ ასეთი ტიპის ხელისუფლების პირობებში, ხელისუფლებისა, რომელიც ერთის მხრივ არის ინთავითვე დავალდებულებულად ჩამოსული საქართველოში ჩვენი ეგრეთ წოდებული ჩრდილოერი მეზობლის აწუკვე მტრის კარგახანია მიერ და მის ქმედებებს პირველი დღიდან დღემდე და არც მომავალში ნიშანწყალი არ ეტყობა რაღაც დემოკრატიულობის, წესიერების, სამართლიანობის და ასე შემდეგ. მისდამი დამოკიდებულება უნდა იყოს მუდმივად და ყველა ფრონტზე ბრძოლით გაჯერებული. ეს არის ჩვეულებრივი მოცემულობა. რაც შეეხება როგორი ბრძოლით, ყველა ტიპის ბრძოლით აბსოლუტურად რის საშუალებასაც იძლევა პოლიტიკური მოცემულობა. ამის მთავარი პარტნიორი ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩევლები, ის ადამიანები, ის მოქალაქეები საქართველოსი, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, შეიძლება სრული სიზუსტით სიღრმისეულად ვერ ასნობიერებენ დღევანდელი ხელისუფლების ბოროტ განზრახვებს, უკეთეს შემთხვევაში მცდარ განზრახვებს, მაგრამ ისინი საკუთარ კისერზე, საკუთარ ტანზე, საკუთარ ცხოვრებაზე იწვნევენ ყოველდღიურად იმ უბედურებებს, რაც ხდება ამ ქვეყანაში, დაწყებული უსაფრთხოებიდან დამთავრებული სოციალურ-ეკონომიკური მომენტით და აქედან გამომდინარე, ეს არის ის ველი, რომელიც უნდა აირჩიოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. ანუ ჩვენს მოსახლეობასთან ინტენსიური ურთიერთობა, ინტენსიური თანამშრომლობა არის ბრძოლის უსერიოზულესი ველი, უსერიოზულესი ველი. არა აქვს, იმიტომ რომ მხოლოდ ამ შემთხვევაზე კი არ საუბრობს ხაბეიშვილი ამბობს, რომ კიდევ რა შეიძლება გაგიკეთონ, როდემდე ვაპირებთ ასე ჩმორად ყოფნას, როდემდე უნდა მივაჯირყვნინოთ თავი ივანიშვილს, როდემდე ვაპირებთ ამის მოთმენას და მე ამბობს, რომ ახლა ტელევიზიას ააჭრელებენ კოსტუმიანი კომენტატორები და ნასწავლისახეებით დაგვარიგებენ ჭკუას ამასობაში ხალხსტუხზე ლატე არ დაგეღვაროთ, ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ კომენტატორობაო. ემა, თავიდან გითხარით, ერთი წამითაც არ ვაპირებ ხაბეიშვილის კომენტარის კომენტირებას. მე გეუბნებით იმას, რა უნდა აკეთოს დღეს პოლიტიკურმა პარტიამ. ხაბეიშვილს თუ არ მიაჩნია თავი ჩმორად და რაღაც უნდა და შემდეგ იბრძოლოს, იშრომოს, იღვაწოს ისე, როგორც მას და მის პარტიას მიაჩნია. მე გეუბნებით, როგორც ლელოს წარმომადგენელო, ჩვენი მთავარი სამიზნე, მთავარი ბრძოლის იარაღი ეს არის
ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან და ბრძოლა ყველაველზე აბსოლუტურად. მივხვდით ალბათ და მიმივხვდით მარტივად, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება ეგრეთ წოდებულ რაღაც მობოიკოტო ელემენტებს, რაღაცა პროფესორას რაღაც ისე არ არის და თქვენს ჩემს წინა გამომსვლელს უხვად გონდა გაჯერებული თავის რიტორიკაში ამ ტიპის ფრაზები, ამიტომ ყველას აქვს თავის გზა. ამიტომ ყველა მოქმედებს თავის გზით, როგორც ესეთი. მთავარია, რომ ეს გზა არ მოწყდეს იმ თავარ საყრდენს, რასაც ქვია ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ხალხი, რომელიც გაცილებით უფრო რთულ დღეშია, ვიდრე შეიძლება რომელიღაც პატიმარი ახლა, რომელიც პოლიტიკური სარჩულით თუ პოლიტიკური მიზეზით თუ პოლიტიკური განაჩენით თუ ასე შემდეგ ციხეში ზის და ყურადღების ცენტრშია. ის ამომრჩეველი საერთოდ არაფრის ცენტრში არ არის, ისე არის ურთულეს მდგომარეობაში. მასთან მისვლაა საჭირო, მასთან ურთიერთობაა საჭირო. თქვენ ალბათ ხედავთ, უკაცრავად ემა ფრაზას დავამთავრებ. თქვენ ალბათ ხედავთ, რომ მე ძალიან იშვიათად ჩნდები ეთერებში და მე მიმაჩნია, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა არის ვიმოძრაო საქართველოში, ყველა რაიონში, ყველა რეგიონში ფუნქციონალურადაც ეს მევალება. ჩვენი პარტიის ლიდერები ასევე და ნუ არა ლიდერებიც, მოდი ესე არა უფრო ცნობადი ლიდერებიც ამ რეჟიმში არიან და მიგვაჩნია რომ ბრძოლის ველი არის დღეს ეს ურთიერთობა ხალხთან. რაც შეეხება შედეგზე როგორ უნდა გავიდეთ, სწორედ მათთან ურთიერთობით უნდა გავიდეთ შედეგზე ემა. თუ უფრო კონკრეტიკა გაინტერესებთ, მოგისმენთ და მე გავაგრძელებ. მაინტერესებს კონკრეტიკა და რა ვიცი, ორ ნაწილად გავყოფდი. ერთი მე უბრალოდ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე ასე ვთქვათ, აქციები, პროტესტი, როგორც ბრძოლის ველი, ამის რესურსი, არ ვიცი, შემცირებულია. და ერთი ეს მინდოდა მეკითხა და ხომ არ ფიქრობთ, რომ აი არ უნდა მოწყდნენო პოლიტიკური პარტიები თუ ცალკეული პოლიტიკოსები იმ მთავარ საყრდენს, რასაც რეალურად ხალხის ინტერესი და საჭიროებები ქვიაო, ანუ მიგაჩნიათ, რომ გარკვეული ნაწილი თქვენი ოპოზიციონერი კოლეგებისა სწორედ მოწყვეტილია ამ მთავარ საყრდენს? თქვენ ისევ მიბიძგებთ, რომ კოლეგა ოპოზიციონერების საქმიანობის ანალიზი გავაკეთო. არ მაინტერესებს, მე ჩემი საქმე მაქვს და გეუბნებით პირდაპირ, რომ არასწორად აღიქვით ის მომენტი, როცა თქვით, რომ პროტესტი არ არის მხოლოდ საკმარისიო. პროტესტი არის განუყოფელი იარაღი და განუყოფელი ბრძოლის ველი, მაგრამ თავიდან ასე დაიწყეთ, მაგრამ ბრძოლის ველი არ არის უნივერსიტეტიდან თავისუფლების მოედნამდე. ეს ტერიტორია არ არის მარტო ბრძოლის ველი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მარში იქიდან იქამდე და ეს არის ბრძოლის ველი. არა, ბრძოლის ველი არის ხულოს რაიონის მთიანეთი. ბრძოლის ველი არის ლაგოდეხი. ბრძოლის ველი არის მესტია. ბრძოლის ველი არის წალენჯიხა. ბრძოლის ველი არის სამხრეთ საქართველო. ბრძოლის ველი არის ქვემო ქართლი, დმანისი, ბოლნისი და ასე შემდეგ. ჩვენ გგონია, რომ რაღაც ტერიტორიაზე წყდება ეს ბედი და იმ პრობლემებით ცხოვრობს ყველა, როგორც ახლა სიტყვაზე მოპროტესტო ელექტორატს გააჩნია. ისინი მეტად ჩახედილი არიან პროცესებში, მეტად ჩართულები არიან პროცესებში, მაგრამ არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც იქეთ უნდა მიაკითხო, რომელსაც იქეთ უნდა ჩაეკითხო, რა არის მისი პრობლემა და ერთის მხრივ ის პრობლემა უნდა დაანახო, რომელიც მის საკუთარ პრობლემასთან ერთად ამ ქვეყანას გააჩნია, ანუ დიდი პრობლემა. და მეორეს მხრივ უნდა გახდე იმ პრობლემის ნაწილი, რომელიც მას ყოველდღიურად აქვს, იძინებს და იღვიძებს ამ პრობლემით, მიწიერი პრობლემით, როგორც ასეთი. ამიტომ როგორც კი ამას წდები, შენ ხარ რაღაც შენ ნაჭუჭში ჩაკეტილი პოლიტიკოსი, პოზა გიჭირავს რაღაც და რეალურად მოწყვეტილი ხარ ხალხს. და როცა ლაპარაკია ემა რომ უნდა გაიმარჯვო ესეთი წესით, ისეთი კანონით, ისეთი სისტემით, ასეთი სისტემით ჩამოშალო და ასე შემდეგ, მე უბრალოდ რიტორიკულად კითხავ თქვენ და მივმართავ ტელემაყურებელს. საქართველოში 4-ჯერ შეიცვალა ხელისუფლება. 4-ჯერ. მათ შორის ერთხელ სამხედრო გადატრიალებით, რომელიც ცალკე ფენომენია. 3-ჯერ შეიცვალა არჩევნებით. 90 წელს, 2003 წელს და 2012 წელს. ვინმე დამისახელოს, როდის იყო
ან ერთ, ან მეორე, ან მესამე შემთხვევაში დემოკრატიული საარჩევნო გარემო, პროოპოზიციური საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩიტები მარჯვნივ დაფრინავდნენ, ისეთი არჩევნები ტარდებოდა. არა, შეიცვალა მაშინ, როდესაც გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა ხალხის მეშვეობით, იმ ხალხის განწყობის მეშვეობით, რომელზეც ახლა მე თქვენ გელაპარაკებოდით და შედეგი დადგა. თუმცა ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებით შესაძლებელია, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების, ასე ვთქვათ, გამოვაჭრება, შეიძლება ასე ითქვას, ანუ თავი მოუყაროთ ოპოზიცია. გამოვაჭრება სიტყვა თქვენ გეკუთვნით თუ მათ? ეს მე მეკუთვნის, ანუ ის ამბობს, რომ ყველაზე რეალური ახლა თანაბარი სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მართლ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება. ნუ დაყოლიება, კომპრომისზე წამოყვანა, კი ბატონო, აი ამ სიტყვებს გამოვიყენებ. დაახლოებით ხვდები, მაგრამ ვის ეკუთვნის ეს? ვიქტორ ყიფიანს ეკუთვნის ჯერ საქართველოს პარტია ჯერ საქართველოს ლიდერს. ანუ ხედავთ თქვენ ამის რესურსს და თუ კი ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება, მზად ხართ ამაში მიიღოთ მონაწილეობა? ნუ არ მინდა ძალიან რაღაც ახლა ეს ლიტერატურულ, რელიგიურ, ჰეროიკული კომენტარი გამომივიდეს, მაგრამ ნეტარ არიან მორწმუნენიო. ბატონ ვიქტორს ეთყობა, რომ ახალია პოლიტიკაში. შეიძლება ივანიშვილთან ურთიერთობაში მე ვიყო ახალი და ის იყო ძველი როგორც ადვოკატი, მაგრამ აი მაგ ასე ვთქვათ იმედებით, ну ძალიან ესეთ ნედლ შტაბეჭდილებას ტოვებს შეხედულება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან ლაპარაკი გამორიცხულია, მაგრამ იმისთვის, რომ ვიღაცას ელაპარაკო, რაღაც გზა უნდა გქონდეს და რაღაც შანსი უნდა ხედავდე. ნელო იყო, რანადოლიძემ გაიხსნა პირველი, რომელიც დიალოგის იდეით გამოდიოდა. მე არაერთხელ მქონია სხვადასხვა ხელისუფლებებთან, როგორც ოპოზიციონერს მოლაპარაკება, მაგრამ მქონია შემამზადებელი ის პირობა, ხან საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ერთგვარად ზურგის გამაგრებელი, ხან მოცემულობა იყო პოლიტიკური ისეთი, როცა ამის პირობა იქნებოდა და ამ სიტუაციაში, როცა Facebook პოსტის გამო აპატიმრებენ ჟურნალისტს, ერთ-ერთ პოპულარულ და ცნობილ ჟურნალისტს. დღევანდელ დღეს, როცა ნაწილი ლიდერებისა ციხეში არიან და 8 ლიდერი კიდე გამზადებულია დასაჭერად და გამოდიხარ იდეით, რომ ეხლაა დრო ხელისუფლებასთან დიალოგის გამართვლის სამართლიანი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითო, აი ძალიან მორიდებული და რბილი ვიქნები, მოწყვეტილი ხარ აბსოლუტურად რეალობას და ეს არც არის გასაკვირი. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეხლა გუშინ პარტია შექმნა, დღეს რაღაც ინიციატივა უნდა. არა უშავს რა მოხდა, ვის არ შეშლია, უბრალოდ მე ვერ ავყვები ნამდვილად ამ რიტორიკაში ბატონ ვიქტორს და მით უმეტეს ვერ ავყვები მის პარტიის წევრებს, გვარი არ მახსოვს იმ ახალგაზრდა კაცის გამოვიდა რაღაც დამრიგებლური ტონით ამ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ნიკოლოზ ხატიაშვილი. ხო არ ვიცი მე რომელმაც თქვა რომ ოპოზიციის თავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და ამას გულისხმობდით? არა, მე მგონი არა, უფრო სხვა იყო, იქ იყო რაღაც ნიღბებზე და რაღაც ცხვირი ესეთიო, ისეთი რაღაც დამაინტერესა რა პროფესიის კაცი იყო და ნუ მე გავიგე რომ ანიმატორი ყოფილა და ეხლა აკლია ქართულ პოლიტიკას კოლონები და მასხრები და ეხლა დამატებით ნუ შემოვიდა. ნუ აღარ მინდა გავიკიდო მაგას. ფაქტია რომ იყო რაღაც ისეთი ტონი რომ თუ ეს ერთად არ მოხდა და რაღაც ამდაგვარი ერთობაზე კარგი არაფერი არ არის, ოღონდ მოგონილი და ტყუილი ცრუ ერთობა მე იწვევს ძალიან დიდ ფრუსტრაციას. კი ბატონო, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საარჩევნო თემატიკაზე, ლელო არის მზად რომ ისაუბროს. დღეს აქ ამ ეთერში მე მოვისმინე რამდენიმე წუთის წინ კონკრეტული დოკუმენტის ერთგვარი რეკლამირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ის დოკუმენტი მე ვიცი, არ დავასახელებ ახლა მის ავტორ კოალიციას და როგორც კი წავიკითხე პირველი პუნქტი, იმ წუთში დამიკარგა მეორის, მესამის, მეოთხეს, მეხუთეს და მეექვსეს საკითხის სურვილი. იმდენად დილეტანტური იყო პირველი პუნქტი და მე ამის უფლება მაქვს რომ თქვა 23 არჩევნები არა როგორც
ამომრჩეველს მაქვს გავლილი, არამედ როგორც უშუალოდ ჩართულს ამ პროცესში და ვიცი სად არის რა გასაღები, როგორ რანაირად. რა თქმა უნდა, ჩემწილად ვიცი. სხვას თავისი გამოცდილება აქვს. კი ბატონო, მამუკა, თქვენ თავად ახსენეთ 8 ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ წარმოებული ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე. ისიც თქვით, რომ რეალურად არავინ იცის, როგორ გადაწყდება საბოლოო ჯამში ეს პროცესი, თუმცა დღეს აგერ მოვისმინეთ, რომ გარკვეულწილად დაპაუზებულა ანა და ყველა მოლოდინით კიდევ ერთხელ მათ მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელი იქნება და გამოყენებული და ეს მოლოდინები არსებობდა პატიმრობასთან დაკავშირებით. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებამ გარკვეული, ასე ვთქვათ, გამოსავალის საშუალება დაუტოვა თითოეულ მათგანს, რა ვიცი, ქვეყნიდან გასვლა თუ ციხეში წასვლა. რატომ არა? არ მოყვებით არც ერთ შემთხვევაში და ანუ ეს ჩემი მოსაზრება არ არის მხოლოდ, ხო? მესმის, გასაგებია, მე იმას კი არ ვამბობ, რომ მაგ მოსაზრებას არსებობის უფლება არ აქვს მეთქი. გამოცდილ და ჭკვიან ადამიანებს გამოუხატავთ ეს პოზიცია? გასაგებია, მე არ ვამბობ იმას, რომ მაგას არსებობის უფლება არ აქვს და სისულელეა მეთქი. მე გავუნებით, რომ მე არ მიმაჩნია ეგ აზრი, რაღაცა იცი რეალურ, რელევანტურ და ისეთ აზრად, რომელიც ერთ-ერთ დაშვებად უნდა გამოვიყენოთ. მე საერთოდ მე მგონი ახალს არაფერს ვიტყვი, თუ დასაწყისშივე ვიტყვი, რომ ეგრეთ წოდებული აი ეს საქმე, პოლიტიკური ლიდერების საქმე, საბოტაჟის საქმე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არ არის პოლიტიკური, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი. ეს არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური პროცესი. ეს არის პოლიტიკური ლიდერების განეიტრალების პროცესი, ნაწილობრივ მათი ვინც ციხეშია და ნაწილობრივ მათი ვინც გარეთ არის. თავიდან ეს პროცესი დაიწყო ძალიან დაბალი ტემპით, გახსოვთ ალბათ, თვეში ერთი სხდომა, რომ რაღაც მუდმივად ყოფილიყო რაღაც დისკომფორტების შექმნა. შემდეგ ეს გააქტიურდა, შემდეგ დაიწყო რაღაც ყოველკვირა, მერე კვირაში 3ჯერ. ბოლო 2 კვირაში მგონი 8 პროცესი იყო გამართული და ეხლა როცა უკვე აი რაღაც თვის ბოლოსთვის თითქოს ველოდებოდით, რომ ისევ ამ ტემპებით თუ ივლიდნენ, რაღაც ასე ვთქვათ, წერტილამდე უნდა მისულიყო, უცებ დღეს ხადდება პროცესზე, რომ აგვისტოში არაფერი აღარ ჩატარდება, ნუ საბაბი იყო რაღაც ის შვებულება, საზაფხულო და ასე შემდეგ. ამიტომ აქ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან ერთად მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არის ძალიან საყურადღებო და ამ ტიპის ну ფორმალურად სამართლებრივი, მაგრამ რეალურად პოლიტიკური პროცესები პირდაპირ არის დაკავშირებული სოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. მათ შორის ის იმ ტიპის შეხვედრებთან, სადაც დიდი ხნის წვეთის მერე საქართველოს წარმომადგენელსაც ხანდახან შეახედებენ ხოლმე ცალით-თვალით და ასე შემდეგ. ამიტომ ამ პროცესს მოდი ნუ შევხედავთ როგორც კლასიკურ სამართლებრივ პროცესს. ეს არის შეთხზული სამართლებრივი პროცესი, ნაკარნახევი პოლიტიკური სიტუაციებით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ბუნებრივია გადაწყვეტილებაც მისი როცა იქნება და როგორიც იქნება არასამართლებრივი, არამედ პოლიტიკური რაკურსიდან დანახული და მიღებული გადაწყვეტილება. რატომ ბრალდებულებს ამ საქმეზე არჩევანის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ მათ ვინც უკვე საპატიმროშია? ბატონო ვერ გავიგერე არა რატომ არ აქვთ ბრალდებულ პოლიტიკოსებს, ვინც საპატიმროში არ არის და ვისაც აქვს უფლება ქვეყნიდან გასვლის, არჩევანის შესაძლებლობა დარჩნენ და თავი გაწირონ ციხისთვის, ან გავიდნენ ქვეყნიდან და იქიდან დაეხმარონ საკუთარ პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკურ ბრძოლაში? მე რამდენიც ვიცი, ამის შესაძლებლობა მათ აქვთ. ნაწილი საქართველოშია, ნაწილი გარეთ არის, ოღონდ იმიტომ კი არ არის გარეთ რაღაცას მოვერიდნენ. ელემენტარულად მათ ამის უფლება ჰქონდათ. სასამართლო არ უზღუდავს გარკვეული, ასე ვთქვათ, პროცესის შემდეგ და გარკვეული მდგომარეობის შემდეგ, რომ მათ დატოვონ, შემოვიდნენ, დაესრონ, არ დაესრონ. მთავარია, რომ მათ წარმომადგენლები პროცესზე იღებენ მონაწილეობას. ეს გამართული სამართლებრივი თვალსაზრისით ამ კუთხით
პრობლემა არ არსებობს რეალურად. ამიტომ ხლა ხვალდაზე რა იქნება და როგორ იქნება, ამას კოლექტიური გადაწყვეტილება არ ჭირდება, ამას თითოეული მათგანი ინდივიდუალურად გადაწყვეტს. კი ბატონო, და პოლიტიკურ პროცესს რა უფრო წაადგება, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ამ თემაზე გვისაუბრია განსაკუთრებით ამის კონკრეტული მაგალითი არის გახარიას პარტია. მესმის ქალბატონო, მეც რა არის ახლა ეგეთ დროს, როდესაც ადამიანის თავს ტრიალებს საკმაოდ მძიმე რამ და სადაც ციხეს უყურებს თვალებში, ძნელია ახლა იყო ის რაღაც აქედან მკარნახებელი და ასე შემდეგ. ეს რომ პირადად მე მეხებოდეს, მე იმ გადაწყვეტილებას მივიღებდი, რასაც მე ჩავთვლიდი საჭიროდ. ახლა შენ უკარნახო რომ ესე უნდა მოიქცე და ესე უნდა მოიქცე, ეს არ ამგონია სწორად და გამართულად. ისე როგორც სხვა სხვის ომში ბრძენიაო, გამოდგებიან და დაიწყებენ მათ შორის გახარიასთან დაკავშირებით, ესე კი არ უნდა იქნა, ისე უნდა იქნა და პირდაპირ გეტყვით, არც პატიმრების მხრიდან იქნება ახლა თითის ქნევები და ჭკუის დარიგებები მაინც რელევანტური. ის პატიმრები თავის დროზე გარეთ იყვნენ და მახსოვს მშვენივრად მათი მოქმედებები და ამიტომ ზედმეტი ასე ვთქვათ რაღაც პედესტალებიდან ჭკუის დარიგებას ჯობიათ ასე ვთქვათ შეეშალ. უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მამუკა კაციტაძე, ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადავიდეთ კიდევ ერთ თემაზე. გაუპატიურება, იარაღით მუქარა დაშინება, შანტაჟი და სავარაუდო მკვლელობა. 35 წლის შემდეგ გამოძიება დაიწყო უმძიმეს საქმეზე, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში დაზარალებულის მონათხრობით სვანეთში ხდებოდა. ნატა ვიბლიანმა წლების შემდეგ მთელს ქვეყანას უამბო, როგორ გახდა 9 წლის ასაკში ოჯახის ახლობლების მხრიდან ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უკვე მეორე დღეა ის ამ საქმეზე ჩვენებას სასამართლოს აძლევს. რა თქვა დღეს ნატა ვიბლიანმა სასამართლო პროცესზე მარიამ ბარსონიძე, ნატა ვიბლიანის ადვოკატი გვერდება. მარიამ საღამომშვიდობისა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც ვიცით, დღევანდელი დღეც საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი პროცესი იყო. ხომ არ უთქვამს ნატა ვიბლიანს, ისაუბრა როგორც ვიცი უშუალოდ გაუპატიურების ეპიზოდზე, ხომ არ გაიხსენა ახალი დეტალები, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის საჯაროდ აქამდე ნაკლებად იყო ცნობილი. გისმენთ ყურადღებით. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. მინდა ძალიან მცირე, ესე ვთქვათ, შესწორება შევიტანო. ნატა ვიბლიანი სასამართლოს წინაშე არ იკითხებოდა ჯერჯერობით, საგამოძიებო ორგანოს აძლევდა ჩვენებას, ანუ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხვა, რასაც ატარებდა გამომძიებელი და ესწრებოდი მე როგორც მისი უფლებების დამცველი. ამ დაზუსტებისთვის მადლობა. კი ბატონო, ეს მინდა რომ ამ საქმესთან დაკავშირებით თითოეული დეტალი იყოს ძალიან კაფიო, ზუსტი და სწორედ ეს მიზანი მქონდა ახლა ამ შესწორების გაკეთებისას. მოგახსენებთ იმას, რომ კი ბატონო, საკმაოდ შრომატევადი დღე გამოგვივიდა, დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ნატა ვიბლიანის გამოკითხვა და მეცაც გეტყვით, რომ დღესაც კი ვერ დავასრულეთ და ვერ ამოვწურეთ ის უზღვავი მასალა, რისი დაფიქსირებაც უნდა ქალბატონ ნატას. და ჩვენ ვარაუდობთ, რომ ხვალ უკვე გამოკითხვის მესამე დღეს შევძლებთ და დავასრულებთ აღნიშნულ გამოკითხვას და შესაბამისი გამოკითხვის ოქმიც შედგება. რაც შეეხება სიახლეს, ესე ვთქვათ, რაც დღევანდელი დღიდან გამომდინარე შემიძლია მოგახსენოთ, ჯერ გეტყვით პირველ რიგში იმას, რომ ნატა ვიბლიანმა ძალიან თამამად ზუსტად დაადო ხელი კონკრეტულ პიროვნებებს, ვინც მასზე ძალადობდა, როგორც სექსუალურად, ასევე სექსუალურ ძალადობამდე გარკვეული მუქარებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარებით, მათ შორის იარაღის თანხლებით. დღეს ძალიან ძიმ დეტალი გაუზიარა გამოძიებას, როდესაც გაუპატიურების ეპიზოდებზე საუბრობდით, ერთ-ერთი ეპიზოდი, რის დეტალიზაციას რა თქმა უნდა არ მოვახდენ, გახლავთ ის, რომ იგი მამის საფლავზე გაუპატიურა ერთ-ერთმა იროვნებამ, ვისაც ადებს ის ხელს. დამეთანხმებით თქვენ და ალბათ. ბაჩუკი ჩხვიმიანს, მარიამ, შეგიძლიათ გითხრათ? ერთი სიტყვით, რაც შემიძლია გითხრათ უშუალოდ ნატას მხრიდან, როგორ თქვა,
ადამიანებზე, რომლებზეც იგი საუბრობს, არის ოთხეული ის ადამიანები, რომლებზეც აქამდე უსაუბრია, აი ესე ზოგადად გეტყვით, ეს ოთხეული გახლავთ და სწორედ ამ ოთხეულთან დაკავშირებით მისცა ნატა ბიბლიანმა ჩვენებმა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი თხოვნა მექნება თქვენთან, რომ მეტი დეტალიზაციაში არ შევიდეთ. კი ბატონო, ანუ კონკრეტულად რა მოუთხოვრო, აი ამ სასაფლაოს ეპიზოდთან დაკავშირებით ამაზე საუბარს უბრალოდ ამ შემთხვევაში საუბრის უფლებას მოკლებული ხართ, ასე შემიძლია გავიგო თქვენი პასუხი? არა, მოკლებული ნამდვილად არ ვარ არანაირ უფლებას მათ შორის ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, უბრალოდ რისით მათ შემიძლია გახლავთ ის, რომ 4 პირი, რომელსაც აქამდე ასახელებდა ნატა ბიბლიანი, რომლებიც მისი თქმით და მტკიცებით არიან დამნაშავეები და მათ ჰყავთ სწორედ სექსუალურად შევიწროებული ნატა ბიბლიანი, სწორედ ამ ადამიანებზე გვქონდა დღეს საუბარი და სწორედ ამ ადამიანების სახელები და გვარები უთხრა ქალბატონმა ნატამ გამოძიებას. კი ბატონო, აი მარიამ, რაც ვიცი, მაშინ იმის გარშემო დავსვა მე შეკითხვას, ანუ თავად ნატა ბიბლიანისგან ვიცით, რომ ის 9 წლიდან იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. სასაფლაოს ეპიზოდი ეხება სწორედ აი ამ პერიოდს, მისი არასრულწლოვანების პერიოდს თუ უფრო მოგვიანებით ეტაპს, აი ეს მაინც თუ შეგეძლიათ გითხრათ. კი, მოგახსენებთ სამწუხაროდ ქალბატონი ნატას მიმართ მსგავსი ამორალური დანაშაული მიმდინარეობდა მისი 9 წლიდან 14-15 წლამდე სისტემატიურად და სასაფლაოს ეპიზოდიც სწორედ აი ამ პერიოდს შეესაბამება. კი ბატონო, ეს არის ერთ-ერთი ეპიზოდი იმ გაუპატიურებების სერიებიდან, რაც აქამდე მოგვითხრო ქალბატონმა ნატამ. მარიამ, იცით რა არის საინტერესო, ხო აღარ შევალ დეტალებში, იმიტომ რომ მოსასმენათაც ძალიან მძიმეა. პირდაპირ გეტყვით, აქ უკვე რაღაცა ჟურნალისტურ ინტერესსაც კი ცდება ეს ყველაფერი. ახლა რა დონეზეა საგამოძიებო მოქმედებები, ეს არის საინტერესო. მხოლოდ ასე ვთქვათ ნატა ბიბლიანის გამოკითხვის, ასე ვთქვათ გარკვეული შედეგები გვაქვს და ეტაპია თუ მაგალითად აი ის ხალხიც არის გამოკითხული, ვისაც ის ადანაშაულებს მის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებაში. მოგახსენებთ, ნატა ბიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი. მათ შორის ახლა მიმდინარეობს ქალბატონი ნატას გამოკითხვა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ასევე სხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებებიც არის ჩატარებული და იგეგმება არაერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება სამომავლოდ იმისთვის, რომ სწორად და სრულფასოვნად განხორციელდეს მართლმსაჯულება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მტკიცებულებები ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს მოპოვებული ქალბატონი ნატას სტატუსიდან გამომდინარე, ვინაიდან მტკიცებულებებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი არის დაზარალებულად ცნობილი, თუმცა საგამოძიებო ორგანო არის საკმაოდ ჩართული, მოტივირებული და ნატას გამოკითხვის შემდგომ უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი ოფიციალურად დაზარალებულად ცნობა, რაც გახლავთ საწინდარი იმის, რომ ჩვენ სრულ დოკუმენტაციაზე, სრულ მტკიცებულებით მასალებზე გვექნება წვდომა. მარიამ, ჩავშლი რა თქვენს ამ პასუხს 30-ზე მეტი პირი არისო გამოკითხული, მათ შორის არიან თუ არა ის ადამიანები, ვისაც უშუალოდ ძალადობაში ადანაშაულებს და კიდევ ვინ არიან გამოკითხულ პირთა შორის უკვე? დღეს ვდგომარეობთ რა ინფორმაციაც მაქვს, გახლავთ ის, რომ არიან თანასოფლელები გამოკითხულები, კონკრეტულად ეს პირები ამ ეტაპზე სრულ ყოფილად ყველანი არ არიან გამოკითხულები, თუმცა რა თქმა უნდა პირველ რიგში მათიც დაინტერესდება საგამოძიებო ორგანო ნატას გამოკითხვის შემდგომ. კი ბატონო, სხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებებიო ახსენეთ, რომელიც არის უკვე ჩატარებული, ან იგეგმება, რას გულისხმობდით? კი ბატონო, იგეგმება, ჩატარებულია
ჭხრეკები, სხვა საგამოძიებო მოქმედებები ისევ და ისევ მოგახსენებთ, რომ დეტალიზაციას ვერ მოვახდენ სამწუხაროდ. მესმის, რომ საზოგადოებრივი ინტერესია, თუმცა საზოგადოებას იმის ინტერესიც აქვს, რომ გამოძიების ბოლოს სასურველი შედეგი მივიღოთ და ეს შედეგი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ ვერ ვამბობ ყველა დეტალს, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, ერთმნიშვნელოვნად, რომ ნატა ვიბლიანი მართლაც, რომ რამდენიმეჯერ გახდა მსხვერპლი მოძალადე პირების მხრიდან არაერთი პირის მიმართ, ამისთვის უკვე გაწერილია შესაბამისი სტრატეგია და შესაბამისად მოქმედებს საგამოძიებო ორგანო. მარიამ, მტკიცებულებები ახსენეთ თქვენ, რომ მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა გექნებათ მას შემდეგ, რაც დაზარალებული სტატუსი ექნება უკვე ნატა ვიბლიანს. ძალიან ბევრი წელი არის გასული ამ დანაშაულის ჩადენიდან, რამდენად შესაძლებელია დავუშვათ ისეთი მტკიცებულებების შეგროვება, რომელიც შემდეგ გამოძიებას გამოადგება. რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი პერიოდია გასული. მეცაც გეტყვით, რამდენიმე თვის წინ მომხდარი დანაშაული, დღეს რომ გამოვიძიოთ მტკიცებულებით სტანდარტი, ის სიძლიერე მტკიცებულების ბუნებრივია დაკარგული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ დრო არის გასული და ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს 35 წელზე. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა მართლა საქართველოს ისტორიაში. თუმცა ძალიან ბევრი მოწმის შესაბამისი მიმართულებების მიცემის შედეგად აუცილებლად ჩვენ გვაქვს მოლოდინი ისა, რომ ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს თუნდაც 35 წლის წინ ჩადენილ დანაშაულს. ანუ თქვენ გაქვთ მოლოდინი, როგორც უფლებადამცველს ნატა ვიბლიანის, რომ მოწმეები ალაპარაკდებიან ან ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს? ბრალდებულების აღიარებაზე სამომავლოდ ვამბობ, ეს მათი უფლებაა და ამ საკითხის კომპეტენციაში ნამდვილად ვერ შევიჭრები, ეს არის მათი უფლება და მათი პოზიციის შერჩევა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები იქნება ის ძირეული ფორმულა მოცემული სისხლის სამართლის საქმის. თქვენ როგორც ადვოკატს, აი რისი მოლოდინი გაქვთ აი ამ დაწყებული საგამოძიებო პროცესისა, რა შედეგის მიღებას ელოდებით თქვენი დაცვის ქვეშ მყოფისთვის? აი შეგიძლიათ გითხრათ, იმიტომ რომ რამდენიმე, ასე ვთქვათ, ეპიზოდზე უნდა დამტკიცდეს დანაშაული. ერთი არის ნატა ვიბლიანის შვილის სავარაუდო მკვლელობა, ერთი არის მამის სავარაუდო მკვლელობა, ანუ აი კონკრეტულად რომ მითხრათ, რისი მოლოდინი გაქვთ? მოლოდინი გვაქვს იმის, რომ ძალიან ობიექტურად ვამბობთ თან, რომ თითეული დეტალი, რაზეც საუბრობს ქალბატონი ნატა ვიბლიანი, თითეული დანაშაული მის წინააღმდეგ მიმართული აუცილებლად იქნება გამოძიებული და შესაბამისი სამართლებრივი შედეგის იმედი ნამდვილად გვაქვს, რომ პირები, რომლებიც უტყუარად დადასტურდება მათი დამნაშავეობა, დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით და ნატა ვიბლიანისთვის სამართლიანობა ნამდვილად აღსდგება. და ერთიც მინდოდა სხვა შორის მარიამ მეკითხა, მართლა ძალიან ბევრი დრო არის გასული და ყველა ვისაც ადანაშაულებს მის წინააღმდეგ განხორციელებულ, ასე ვთქვათ, ძალადობრივ ქმედებებში ნატა ვიბლიანი, არ ვიცი, ადგილზეა, ქვეყანაშია, ბოლოს და ბოლოს ცოცხალია, ყველა სახეზეა? ყველა სახეზეა, კი ბატონო, თითეული მათგანი. კი ბატონო, კარგი, აი როგორ გაგრძელდება კიდევ საგამოძიებო პროცესი, მცირედით რომ დაგვიანონსოთ უახლოესი დღეების მოვლენათა განვითარების ქრონიკა და დაგემშვიდობებით. მოგახსენებთ პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ხვალ დავასრულებთ უკვე ქალბატონი ნატას გამოკითხვას და მისი გამოკითხვის შემდგომ ქალბატონი ნატა შეიძენს სამართლებრივად დაზარალებულის სტატუსს. ეს არის ყველაზე, ესე ვთქვათ, მცირედი და უახლოესი, რაც შემიძლია გითხრათ ამ ეტაპისთვის. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ უსმენდით მარიამ ბარსონიძეს, ნატა ვიბლიანის ადვოკატს და დღეს სროლა იყო ბათუმში, ვიცით ამ კრიმინალური ინციდენტის ფაქტის შესახებ და ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ ცოტა ხნის წინ შანიძის და ხორავას ქუჩების მიმდებარედ ახალგაზრდებს გაუხსნეს ცეცხლი, ერთ-ერთი დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და ინფორმაციას თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასე ვთქვათ, ავრცელებს.
ხო, აი ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი რესურსი სწორედ აი ასეთი კრიმინალური ფაქტების წინააღმდეგ და პრევენცირებისთვის უნდა მიმართოს და არა რაღაცა Facebook პოსტების კონტროლითა და რევიზიით უნდა იყოს დაკავებული. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და აი ამ გადაცემასაც დავასრულებ მოწოდებით. მოდი ჯერ ვიტყვი მადლობას, იმიტომ რომ ვიცით რომ მთელი დღის განმავლობაში მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ჩვენს კოლეგას და მეგობარს ამბებიჯის მთავარ რედაქტორს ნათია დოლიძეს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ეს გარკვეულ შედეგებში უკვე ჩანს, მაგრამ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ მან შეძლოს და სრულყოფილი მკურნალობის კურსი ჩაიტაროს, ამიტომ ყველას გთხოვთ თანადგომას ამ არაჩვეულებრივი ადამიანისთვის, არაჩვეულებრივი პროფესიონალისტვის და ყველა დამეთანხმება რესპონდენტებიდან, ვისაც ერთხელ მაინც ქონია მასთან შეხება, რომ არც ერთ სიტყვას არ ვაჭარბებ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით, რა ვიცი, მთებს გადადგავს ადამიანი და ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთ არაჩვეულებრივ საქმეს გავაკეთებთ. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად.